ევიძახი იმას რა შედეგებიც დადგა ამ გუნდის მომგები გუნდი აყოფილა არავინ და იმ გუნდს იმ რეალმაც კი მომგო რომელსაც ის თასი იმდენად მეუჩვეველი იყვნენ თასის ხელში დაჭერას მე ავტობუსიდან გადამოუვარდათ და ავტობუსმა გადაუვარა ზემოდან ერთი კლუბის აკადემიიდან ლამასიანად დაბადებულ ფეხბურთელს ვადარებთ ორი აბსოლუტურად სხვა რეალობაში დაბადებულს გეთახვები რომ ამათ უპირატესობა აქვს და ეგ უპირატესობა მაგ უპირატესობას ვიყენებ ახლა მე ზუსტად რომ მაგ უპირატესობის გამო ჯობია ეს ორი ფეხბურთელი ყავი წააგებდა 5 წელს ფინალში გვაჩვენეს ეგ რამდენიმე კვირის წინ ეგ წააგო იმის პარიზ სენ-ჟერმენის მეორე გუნდთან მაინც რა შვება ტეკილა ხო ხედავ ეხა უკვე პასიურ აგრესიული გავხდი ბარსელონასადმი გამარჯობა მეგობრებო, მოდი ვიკამათოთ მორიგი ეპიზოდი, ჩვენ ისევ პაბ 44-ში ვართ და ვკამათობთ ელ კლასიკოზე. რეალისა და ბარსელონას შეხვედრა მოგვიახლოვდა და შესაბამისად ჩვენი თემა სწორედ ასეთი იქნება. სტუმრები, რეალის ინტერესების დამცველი ჯუბა გრიგოლია, ბარსელონის ინტერესების დამცველი მიშა ზაქარიაშვილი. როგორ ხართ მეგობრებო, კიდევ ერთხელ გკითხავთ და რამდენად მწვავე კამათის მოლოდინში ხართ? მე მწვავე კამათის მოვედი აქ. სხვანაირად არა. ან გონია სივრცეში სადაც რეალის და ბარსელონას ფანი რაღაცას ლაპარაკობენ, კამათი არ იყოს, ამიტომ მაგის მოლოდინი მაქვს. თუმცა იმ ბევრად უფრო იმედიანად ვიდრე გასულ სეზონში ვიქნებოდი. გასული სეზონს მე უფრო არ უნდა იყო იმედიანად. არა. აი, მოდი მაშინ პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, აღარ გავწელოთ და პირველი დებულება გავაჟღეროთ და იქამდე ვინც პირველად უყურებს, მაინც აუხსნი წესებს. მე ერთ-ერთ მოსაზრებას გამოვიტან. თქვენ ან დაითანხმებით, ან უარყოფთ. არის 4 ვარიანტი, ბოდოა, არ ვეთანხმები 100%-ით. თუ თქვენი აზრები გაიყოფა ამ ხაზს მიღმა, შესაბამისად გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს და ვისი არგუმენტებიც უფრო მყარი იქნება ჩემი სიმპათიაც მისკენ წავა. თუ ერთი ბოდოა საერთოდ და მეორე არ ვეთანხმებით, მაინც ერთი და იმავე აზრზე ხართ, შესაბამისად ფრე იქნება და შეგიძლიათ ერთდროულად იკამათოთ კი და ისაუბროთ. თავიდან იქნება თითო-თითო წუთი, თუ სხვადასხვა მხარეს ხართ და თუ ეს დასრულდა, შემდეგ უკვე წუთნახევარი, ან შედარებით ცოტა მეტი, რომ საერთოდაც ჯამურად იკამათოთ და ისაუბროთ აი მაგის შემდეგ გამოვლენ უკვე გამარჯვებულს. დამარცხებული ისჯება ტეკილას შოთებით, ლუდი კი ულიმიტოა. პირველი დებულება. მირჩევნია ნახევარდაცვაში ჩავი ინიესტას დუეტი მყავდეს, ვიდრე კროსი მოდრიჩის. 1-2-3-ს რო ვიტყვი მე გადაწიეთ, გონია ჭირდება თქვენ მოფიქრება, ამიტომ 3-2-1. ანუ გადავწიო? გადაწიეთ. მოსაოდნელი იყო, რომელს გირჩევნიათ დაწყება და მე უკვე მეორე აიჩევს. მე მგონი ჯუბა უფრო ერკვევა ამ იმაში თამაში და დაიწყოსო, მაშინ რა ვიცი, ჯეირონი ითამაშა. არცეც არ გინდა დაწყებაში. ჯეირონი ითამაშა. მნიშვნელოვანია არ. ხო და არ მინდა რომ მეც ეგ ვინმეს ეგ უპირატესობა დავუტოვოთ, ჯეირონი ითამაშა. ჯეირონი. დაიწყე. მოგებული იწყე. არა, მოგებული ირჩევს იწყებს თუ არა? კი ბატონო. დაიწყებაში. პირველ რიგში იმედია საინტერესო საუბარი იქნება და გულშემატკივარი გამოყოფილი დარჩება. რაც შეეხება ამ დებატს, ეს არის დებატი, რომელიც არც დღეს არ დაწყებულა, არც ხოლმე არ დამთავრდება და ალბათ სამუდამოდ იქნება ფეხბურთში, მაგრამ რამდენიმე არგუმენტს ვიტყვი, რატომაც გონია, რომ კროსი და მოდრიჩის დუეტი უფრო ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეალისთვის ფეხბურთში სადმე რომელიმე გუნდში ყოფილიყვნენ, უფრო მნიშვნელოვან შედეგებზე გავიდნენ ყოველთვის, ვიდრე ჩავიდა ინიესტა. პირველ რიგში ეს არის ბევრად უფრო გრძელვადიანები იყვნენ ორივე და კროსის და მოდრიჩის პრაქტიკულად 15 წელი იყვნენ თავის ფორმის ზენიტში და თავის ფორმის პიკში. ორივე ფეხბურთელმა არა მხოლოდ ერთ გუნდში, არამედ რამდენიმე გუნდში დაამტკიცა თუ რამდენად წარმატებულები არიან და რამდენად მაგრები იყო. ტოტენჰემის სეული მოდრიჩი იყო, მადრიდის რეალის ოქროს ბურთის მომგები მოდრიჩი, ეხა არის მილანის ლიდერი მოდრიჩი, რომელიც, რა ვიცი, სკუდეტოსკენ ბარლამის მიათრევს მილანს. ტონი კროსი თავის მხრივ არის მსოფლიო ჩემპიონი, არის ბაიერნის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა და ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი. მთავარი ამბავი ჩემთვის ის არის, რომ ორივე ჩავი და ინიესტა ეს რა თქმა უნდა მათ არ აკნინებს, მაგრამ თუ ვილაპარაკოთ ზოგადი საფეხბურთო პრიზმიდან, ისინი არიან ბარსელონას აკადემიის წევრები და მე მგონია, რომ ყველაზე კარგად თანაიცხოვრდნენ იქ, სადაც თანაიცხოვრეს, ანუ ბარსელონაში და ესპანეთის ნაკრებში, ხოლო კროსი და მოდრიჩი არიან რეალის სკაუტინგის პირობითად თქვათ აღმოჩენილები და მიაგნეს ერთს სადღაც სხვაგან, მეორეს აბსოლუტურად სხვაგან და შეკრეს ეს დუეტი, რომელმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგო, ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგა მოიგო პრაქტიკულად დუეტში და ტიტულებით ახლა ისე რომ გავაგრძელოთ, ალბათ ერთადერთი რაც რეალ ამ დუეტებში კროსი და მოდრიჩის მხარეს გადადის, არის მოგებული ოქროს ბურთი, ანუ ერთ კონკრეტულ მონაკოჩი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი.
ეს რა თქმა უნდა ჩავიდა ინიესტას არ აკნინებს, ეხა უფრო მეტად ტექნიკურ დეტალებში შესვლა ამასთან დაკავშირებით და რაღაცა რიცხვებზე საუბარი და მათ კლასზე და მათ უნარებზე საუბარი ჩემი აზრით ასმოკლებულია, აქ არის უბრალოდ დამოკიდებულებები და ამ დამოკიდებულებებში ჩემი არგუმენტი ეგ იყო. მე გულისხმობ იმას, რომ პირობითად მანჩესტერსაც შეეძლო ყოლოდა ტონი კროსი და მოდრიჩი და იქაც იქნებოდნენ ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია რომელიმე გუნდი და რომელიმე რეალობა ბარსელონას გარდა, სადაც ჩავიდა ინიესტა შეიძლება ერთობლივად მოხვდარიყვნენ და მე ეგ და მაგდონეზე ეთამაშა ფეხბურთი. კი ბატონო. მიშა შენი ერთი წუთი არ ცოტა მეტი. კი ბატონო, მე მგონი კითხვა იყო არა ის ვინ უფრო კარგი ფეხბურთელები არამედ დუეტი, რომელიც უფრო გამოგადგება გუნდში. ჩავის და ინიესტას ორ გუნდში აქვს დამტკიცებული, რომ ძალიან მაგარი დუეტი არ და მოდრიჩს და კროსი ერთ გუნდში აქვს ეს დამტკიცებული. ჩავის და ინიესტა უფრო დიდხანს თამაშობდნენ ერთად, ვიდრე მოდრიჩი და კროსი ერთად, ანუ აქ საუბარია ერთად თამაშზე დუეტზე და არა იმაზე ბაიერნში და ტოტენჰემში რა ფეხბურთი თამაშეს მოდრიჩმა და კროსმა. ისინი უფრო კარგად იყვნენ, რა თქმა უნდა, შეთამაშებულები ერთი იმის გამო, რაც შენ თქვი, რომ ერთი აკადემიიდან მოდიან და თავიდანვე იყვნენ ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, დაახლოებულები სათამაშო გაგებით. ესპანეთშიც, სადაც ყოველთვის არ იყო ბარსას დომინანტობა ესპანეთში 2000-იანების შუიდან თამაშობდნენ დაახლოებით ისინი ერთად ესპანეთში და იქაც დაამტკიცეს, რომ ერთად თამაში შეუძლიათ და ბარსელონაში ხო დაამტკიცეს დაახლოებით თითქმის 10 წელზე მეტი თამაშობდნენ სტაბილურად ძირთად შემადგენლობაში ორივე ერთად ბარსელონაში და ხო ჩემი არგუმენტი ეგაა, რომ ამათ უფრო აქვთ დამტკიცებული, რომ სხვადასხვა სიტუაციებში შეუძლიათ ერთად თამაში, იმათ ეხლა შეუძლიათ თუ არა, მე ვერ ვიტყვი, რომ არ შეუძლიათ ერთად სხვა გუნდში თამაში, მაგრამ არანაირი მტკიცებულება მაგისი არ გვაქვს, რომ შეუძლია ვიცით, რომ რეალში, რომელიც კი ბატონო, ამ ორი ფეხბურთელის გარშემო შეიქმნა პრინციპში, იმიტომ რომ ლიგები მიაწვეს მაშინ რაც უკვე ეს გუნდი შეიკრა, რომ მაგალითად რონალდუს მოსვლის შემდეგ არაფერი ის არ ქონია განსაკუთრებული ბუსტი ასე თქვა რეალსა. ამათ მიმართ იყო, მაგრამ ერთ რეალობაში მოხდა, ნახეთ მარტო კროსი და მოდრიჩი და მაინც მწვრთნელებიც კი არ ყავდათ იმდენად ბევრი. რამდენიც ჩავის და ინიესტას, გინდა ნაკრებში, გინდა ბარსელონაში ხელმძღვანელობებიც ბევრი ყავდა და საერთოდ ბევრი ცვლილება ხდებოდა იმ დროის განმავლობაში, როდესაც ჩავიდა ინიესტა ერთად თამაშობდნენ ბარსელონაში განსაკუთრებით საკმაოდ ბევრი რაღაცა იცვლებოდა რა. და ამიტომ მგონია, რომ როდესაც საუბარი იმაზე, რომ ჩემ გუნდში არა ბარსასთვის და რეალისტვის უმკეთესები იქნება, ჩემ გუნდში ვისავირჩევდი, მგონია, რომ ამათ უფრო აქვს გამოცდილება იმისა, რომ ერთად სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა სიტუაციაში აჩვენონ თავიანთი თამაში. ერთადაც შეგიძლიათ ახლა ვიცი იმჯელოთ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა შენ რითიც წინაყენებდი ჩავისა და ინიესტას ლუკაზე და ტონიზე. პირველი არის რომ ესპანელები არიან და სამწუხაროდ ხორვატი და გერმანელი ნაკრები სანაკრებო დონეზე ერთად ვერ ითამაშებდნენ, ამიტომ ჩემთვის ეგ არგუმენტი სიმართლე გითხრა, ანუ არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ სამწუხაროდ რეალობაა. ხო, რეალობა არის, მაგრამ სამწუხაროდ ფიზიკურად ვერაფერს ვერ დაუპირისპირებდნენ ეს ფეხბურთელები. ხოლო მეორე არგუმენტი არის რომ ერთობლივად უფრო დიდი ხანი ითამაშესო, რაც ასევე არ არის სწორი არგუმენტი, იმიტომ რომ 9 წელი ითამაშეს ლუკა მოდრიჩმა და ტონი კროსმა შეუცვლელად ძირითადში და პრაქტიკულად მაგდენივე გამოდით ინიესტას, იმიტომ რომ ინიესტა რეალურად იწყებს 2006-7 სეზონიდან ალბათ უფრო და 15-მდე 15-ში წავიდა, ჩავი თუ არ მეშლება შეიძლება რიცხვები ამერიკ 15-ში წავიდა. ხო, ანუ სადღაც ერთი პერიოდი ითამაშეს ორივე ერთად და ხო, ანუ ეგ ორი არგუმენტი მოკლედ რაც შენ თქვი, ჩემთვის ვეცდები რომ ესე გავაბათილო, იმიტომ რომ იმათაც 9 წელი ითამაშეს ერთად, ხოლო სანაკრებო დონეზე კი რაც ზოგადად მარტო ლუკა მოდრიჩმა მიაღწია ხორვატიაში, მგონია რომ მაგასთან ახლოსაც მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო ჩემპიონები არიან როგორც კროსი, ასევე ჩავის და ინიესტა, მაგასთან ახლოსაც კი არ დგას ეგ შედეგი, იმიტომ რომ ორი სოფლიო ჩემპიონის медаლი მოიგო 4 მილიონი სახელმწიფოთი. ჩემი აზრით წარმოუდგენელია და მით უმეტეს 40 წლის ასაკში კიდევ ერთხელ აღნიშნო ითამაშო ფეხბურთი იმ დონეზე, რა დონეზე ლუკა მოდრიჩი თამაშობს. ეგ იმ ხელ არგუმენტია ინიესტას წინააღმდეგ უფრო, იმიტომ რომ ჩავი შედარებით. ხომ რა დუეტებს ვადაროთ. მოდრიჩის სანაკრებო კარიერა არ ფერკავშირში არა ამ დუეტთან. დუეტში როგორ ითამაშებდნენ ისინი, ხო? მაგაზე ვაპარაკობთ ჩვენ და შენ რო ამბობ, რომ ვერ ითამაშებდნენ ნაკრებში, ეგ რეალობაა, რა ვქნათ, ჩვენ ხო მაგ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, რა რეალობაც გვაქვს. ის რომ ისინი ვერ ითამაშებდნენ ნაკრებში და არ უთამაშიათ და არა აქვთ სხვა სიტუაციაში ერთად თამაშის გამოცდილება, ამოცემულობით ვიწყებთ ჩვენ კამათს. კოვაჩიჩთან და ბროზოვიჩთან ერთად თუ ითამაშენ ნაკრებში, ანუ
ნებისმიერ რომ სადაც მოდრიჩს არავის არ ვადარებთ. ჩვენ ვადარებთ მოდრიჩს და კროსის დუეტს. ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდნენ უფრო მაგრად და შესაბამისად სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ კროსი და მოდრიჩი ჩემი აზრით იქნებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო. ხო და ეგ არის მოსაზრება და მე გეუბნები ფაქტს, რომ ესენი იქაც იყვნენ და იქაც იყვნენ. შენ ამბობ მოსაზრებას. ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ, იმიტომ რომ ხო და მაგმოცემულობით ვიწყებთ ჩვენ კამაც, რომ ვერაფერს ვერ უპირისპირებ. მაგმოცემულობით ვიწყებთ. ნულოვანი წერტილი ეგ არის. მოსაზრება იმ თავით რომელიც გაგვაცხადოთ ჩვენით გადაცემის საყვარმა არის ისეთი, სადაც მე ავტომატურ რეჟიმში ვიჩაგრებ, იმიტომ რომ ორი ერთი კლუბის ხო, ერთი კლუბისთან ეგრე უნდა იყოს. ერთი კლუბის აკადემიიდან ლამასიანად დაბადებულ ფეხბურთელს ვადარებთ ორი აბსოლუტურად სხვა რეალობაში დაბადებულს. გეთახვები რომ ამათ უპირატესობა აქვს და ეგ უპირატესობა მაგ უპირატესობას ვიყენებ ახლა მე ზუსტად რომ მაგ უპირატესობის გამო ჯობია ეს ორი ფეხბურთელი ყავდეს. მაგ უპირატესობის გამო. და გაგაჩერებთ რა. ჯუბო სწორი რაღაც თქვა ბოლოს, ანუ ხანდახან კანდახევაც სწორი ნაბიჯი არის, ანუ აქ რო ვეთანხმებით და წასულიყავი თავისუფლად შეთანხმდებოდით მაგაზე რომ ისინი სხვა ეროვნებისები არიან და კი ანუ მე შემეძლო ვეთანხმების პოზიციის დაცვა ისე რომ ლუკა მოდრიჩის ან ტონი კროსის დონე არ დამეგდო ქვემოთ. კი, მაგას მე მგონი რომ გადაცემისთვის ეს სტარტი უფრო გაიქნება და მაშინ დალია. თან ტეკილას შოთით უფრო საშიში ვიქნები ჩემი პატარა გუნდის მოწინააღმდეგისთვის პატარა გუნდით როგორ არის ეს არის ზუსტად რაც ხარი. ძალიან დიდი ჭიქებია მე. ეს ეგრე მგონია და მეორე დებულება მოკლედ 21 საუკუნის მიხედვით საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის რეალში თამაშობდა. წინა დაიწყო ჯუბამ, ამჯერად იწყებს მიშა. ხო, ერთი იმას ვიტყვი, რომ ბარსელონაში გაცილებით მეტი ის გაცილებით არა, მაგრამ უფრო დიდი არჩევანია რა. ანუ ჩვენ ხო არ გვაქვს კონკრეტულ ფეხბურთელზე ამ შემთხვევაში საუბარი რა. თუ შეგვიძლია კანდიდატები ჩამოთვალოთ, ვინ შეიძლება იყოს 21 საუკუნეში ესპანეთის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი, ხო ბარსელონას მე მგონი აშკარად ის აქვს. უკეთესი მოღონდა ერთი უნდა იყოს, ანუ ხო, ანუ მე ვამბობ რომ შანსი იმისა რომ რომელიმე უფრო ის რომელიმე ან ჩვენ ერთ კონკრეტულ ზონაზე ვილაპარაკო, ეხლა თუ საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი. ანუ ნომერ პირველი ესპანელი ფეხბურთელი ვინ არის 21 საუკუნეში, ეგ არის კითხვა. აჰა, გასაგებია. ხო, ჩემი აზრით მაინც, ვიცი რომ სუბიექტური იქნება, იმიტომ რომ ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი არის ზოგადად და ამ შემთხვევაში ვიტყვი მოდი ვინ თქვა. აი, საქმეც ესაა, რომ ამხელა არჩევანი გაქვს ბარსას ფეხბურთელს რა. კი, რაღაც ხრივ ცუდიც არის. მაგრამ მოდი მაინც ვიტყვი ბუსკეტს. იმიტომ რომ დანარჩენი პრინციპში ვინც შეიძლება დავასახელოთ საუკეთესო ფეხბურთელებიდან ყველა ასე თუ ისე მარტივად აღქმადი არის რა, ჩავიც და ინიესტაც ისეთი, ინიესტა განსაკუთრებით ისეთი ფეხბურთელია, რომლის აღქმაც თუ რა შეუძლია, არის მარტივი და ბუსკეტსი არის ფეხბურთელი, რომლის უბრალოდ გამოჩენა დაეტყო ესპანურ ფეხბურთს, ის რომ ბუსკეტსი გამოჩნდა. უკვე იგრძნობოდა ეგ ამბავი და პრინციპში მაგის მერე 2008-ში კი მოიგეს ბუსკეტსის გარეშე, მაგრამ 2010 და 12-ის ნაკრები ახლა ის იყო აბსოლუტურად ის მონსტრი ნაკრები იყო მოკლედ. და მიმაჩნია რომ პრინციპში სხვა არაფერი ისეთი ცვლილება ესპანეთის ნაკრებში მაგ დროისთვის არ მომხდარა, გარდა იმისა რომ ბუსკეტსი გამოჩნდა და შეავსო როგორც ჩანს შეავსო ზუსტად ის სიცარიელე რომელიც მანამდე ხა ესპანეთი ყოველთვის მაგარი ფეხბურთელები ყავდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც დიდი პრობლემები ჰქონდა და ამან მოახერხა ის რომ რაღაც ლუზერი გუნდის იმიჯი ჰქონდა ყოველთვის ესპანეთს რა. და ეს მოაშორა. დროა მოიწურა შენი ციფში და ჯუბა ერთწუთი. მე 100% ვეთანხმები ამ არგუმენტს, იმიტომ რომ მგონია რომ 21 საუკუნის საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი კი არა თუ ეგ მხოლოდ მგონია რომ მესისა და რონალდუს მე საუკეთესო ფეხბურთელი. კი დებულებას ვეთანხმები 100% და მგონია რომ მესის და რონალდუს მე 21 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი არის სერხიო რამოსი და რამდენიმე არგუმენტი მაქვს მის სასარგებლოდ. პირველი არგუმენტი და ძირითადი არგუმენტი რაც არის ის რომ მე სერხიო რამოსი არის ფეხბურთელი, რომელიც ორ სხვადასხვა პოზიციაზე ყოფილა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, იყო ჯერ მარჯვენა მცველი და შემდეგ ტრანსფორმირდა და გახდა ცენტრალური მცველი და წლების განმავლობაში იყო ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის კაპიტანი. მისი გადამწყვეტი გოლებზე, მის ხასიათზე, მის ბრძოლის უნარიანობაზე და ასე შემდეგ საუბარი ბევრს და შორს აგვიყვანს, მაგრამ ის რევოლუცია რაც განიცადა სერხიო რამოსმა და ის ხანგრძლივობა და ის ხანგრძლივი კარიერა რაც მას ჰქონდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, ის შეუცვლელი წევრი იყო ესპანეთის ნაკრების, მოგებული აქვს ორი დიდი ფორუმი, ხოლო მადრიდის რეალში რეებიც აქვს გაკეთებული, თუნდაც ის 92-48, რომელიც აბსოლუტური სიგიჟე იყო მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ.
მას ჩემთვის ის აქედან გამომდინარე ხდება საუკეთესო. გრძელვადიან კარიერასაც შეეხება აქვს მადრიდის რეალს 500-ზე მეტი მატჩი, 200-მდე მატჩი აქვს ესპანეთის ნაკრებში და ყოველთვის არასდროს არ ყოფილა არც ერთი სივრცე, არც ერთი სიბრტყე, სადაც ის არ ყოფილიყოს გუნდის ან ლიდერი, ან მის გვერდზე ყოფილიყოს მასზე უკეთესი ფეხბურთელი და ასე შემდეგ. იყო ესპანეთის ნაკრებში იყო ყველაზე გამორჩეული, იყო მადრიდის რეალში იყო ყველაზე გამორჩეული და ჩემი აზრით ზოგადად გენერაციის, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის საერთოდ ვის თამაშიც მინახავს. მგონია რომ ყველა დროის საუკეთესო ნაკრების თუ ძირითადში არა სათადარიგო დასკამებზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს და აი რაც შეეხება ბუსკეტსის მაგას საერთო დროში ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა არგუმენტები ბუსკეტსის ხარესაც არის, ჩავის ხარესაც არის, ინიესტას ხარესაც არის, რაულის ხარესაც შეიძლება იყოს, კასილასის ხარესაც და დავიდ ვილიას ხარესაც, მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ ის ფაქტიც კი რომ ეხლა შეიძლება ვიღაცას სეპარატიზმის სასახშობი არგუმენტი იყოს ეგ, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანები ყოველთვის ბოლო პერიოდში იყვნენ კასილასი და სერხიო რამოსი, ეგეც ჩემთვის ერთი დიდი ამბავი და დიდი ნაწილი არის ამ ყოველივესი. რამდენი რაღაცას არ დავეთანხმები, ერთი რომ მარჯვენა მცველი საუკეთესო არ ყოფილა. ნუ ერთ-ერთი საუკეთესო ცხადად. ერთ-ერთი საუკეთესო კი ბატონო, ცენტრალურ მცველი კი ბატონო, მარჯვენა მცველი საუკეთესო არ ყოფილა არც ერთ მონაკვეთში. რო ამბობ რომ ყველა დროის საუკეთესო ნაკრებში მოხვდებოდაო ძირითადად თუ არა, ნუ მე კი ბატონო შეიძლება ძირითადადაც კი წამოყვე, მაგრამ ბუსკეტს ხო აუცილებლად. არა, ბუსკეტს ჩემი საყვარელი კატალონიელი ფეხბურთელია და ძალიან ისეთი ჯოკერი ამოიღე შენ, როდესაც ბუსკეტსი ახსენე, იმიტომ რომ ყველა სხვა ადამიანის წინააღმდეგ მარტივი არგუმენტებით შემეძლოთ, ჩამეხშო ეგ მოსაზრება, რომ საუკეთესო არის თუ არა, იმიტომ რომ თუნდაც ინიესტას შემთხვევაში მოკლევადიანი ძალიან მაგარი იყო ანდრეს ინიესტა, რაზე არის საუბარი ხმარა. და ზუსტად ეგეთი ჯოკერი ამოაძრა, რომელსაც პრაქტიკულად არა აქვს რა, ანუ ჩვეულებრივი მშვიდი სახით გაწონასწორებული ხა. იმაზე საუბარს არ დავიწყებ, სიმულიანტი იყო თქო და ყველაზე იკონური ფოტო. ესეთი ფოტო აქვს თქო ეხლა ბუსკეტს თუმცა ეგეთი რონალდუსაც აქვს მინდა. კი არა, რონალდუზე აქვს საუბარი ეხლა შენ და რამოს 12-ზე რაც თქვი, რავი, ეგეთი რაღაცა ეხლა სერჟი რობერტოსაც აქვს აკეთებული რა, ერთი კარიერიდან ერთი მას თუ ამოიღებ რა. ტიტული რომ მოგეგოთ ხო? ტიტული იუვენტუსთან წააგეთ მე 3-0, ანუ იქ ხო ანუ არა, ალბათ ყველაზე იკონური მომენტია რომ მე მგონია რომ რამოსიც და ბუსკეტიც ეხლა ისეთ დონეზე იმაზე ლაპარაკობთ. იმის მაღლა ვეღარ იქნებიან ხო ეხლა მეტი რა. მად ერთი იმის ამორჩევა არგუმენტად რომ ერთი რაღაცა ისეთი რაც არ უნდა იყოს, ახლა მით უმეტეს ეხლა რეალმაც მე შეგეტყვი ერთადერთი ჩემპიონი გამოიგო მაგითი რა სტატისტიკა. ხო, არა, გასაგებია უბრალოდ მანამდეც იყო დუბლი მიუნხენის ბაიერნთან, ეგ სეზონი ზოგადად ფენომენალური სეზონია და ეგეთი იკონური მომენტები კონდეს ცენტრალურ მცველს ბევრჯერ იყო რა თქმა უნდა და ეგრე მაგრამ შეიძლება 150 გოლამდე აქვს გატანილი ცენტრალურ მცველს რაც ასევე იეროს რიცხვებს შორო პატარები ვიყავით რომ ვიზრდებოდით რომ უყურებდით გვიკვირდა და კუმანის ეხა ფორმა გაცვია მე მგონი შენ და აი ეგ გადმოიტანა და ასევე სერხიო რამოსისთვის ჩემს არგუმენტი ეგაა რომ მე რაღაცნაირად გატრენდდა რა ბოლო 10 წელიწადში ეს გრძელი პასი ვისაც აქვს ვისაც სტრაფი ასვლა შეუძლიათ ანუ მარჯვენა მცველების ტრანსფორმირება ცენტრალურ მცველებად და ეგ მგონია რომ სერხიო რამოსმა ეგ მაგ ტრენდს ერთ-ერთი დიდი ის ჩაუყარა რა მოკლედ რა და მე უფრო და უფრო ანუ რასაც ეგ მოედანზე აკეთებდა ეგეთ ცენტრალურ მცველი მოკლედ მგონია რომ დღეს ფეხბურთში არ არის რა მიუხედავად იმისა რომ ბუსკეტსნაირიც არ არის ალბათ არავინ რამოსისნაირი კიდე ალბათ ბევრი ხანი ვერ იქნება რამოს უფრო მეტი კონკურენტი ეყოლებოდა ისტორიის განმავლობაში ვიდრე ბუსკეტს თავის პოზიციაზე უბრალოდ ერთი რასაც დაუკვირდი ახლა რომ ცოტა ცუდად ვიქცევით ახლა ესეთ რაღაცებს რო გამოვთქვით იმიტომ რომ ორივე იძულებულები ვართ რომ მეორე მხარის ნაკროვანებებზე ვისაუბროთ რაც ახლა ბუსკეტსის და რამოსის შემთხვევაში ის არის რა არ არის კომფორტული ჩვენი მხრიდან. ხო, იმიტომ რომ მეც ახლა მიწევს ახლა სერხიო ბუსკეტზე რაღაც ცუდი თქვა, ისეთი არასერიოზულია რა, რაღაცნაირად, მაგრამ იმედია რაღაც ისეთი უფრო სასახალისო დებულებები იქნება. თან რა არის ცოტა დაწყება არ მომეწონა შენი პოზიციის დაცვის. მე თავიდანვე მივხვდი რომ ძალიან ისე არგუმენტები. ბუსკეტს მასლეგეთისა რომ რა ფაქტებით ვერილა ბუსკეტსის იმაზე უპირატესად რაღაც ფაქტებით, სტატისტიკებით და რაღაც ეგეთი რაღაცებით ვერ ილაპარაკებთ. ინიესტას ვფიქრობდი, მაგრამ ინიესტა მართლა უფრო მარტივად დაიჩაგრებოდა რა ჩემი აზრით. არც ერთის კაპიტანმა არ გამართლა ისე ნაკრებში, იმიტომ რომ ერთი გავარდა პენალტებში რუსეთთან, როცა რამოსი კაპიტნობდა და მეორე გავარდა მაროკოსთან. ნუ მანდ ახლა ძალიან დიდი თაობათა ცვლის პროცესი იყო და ახლა ფიზიკურად ფაქტია დღეს დომინანტია ესპანეთის ნაკრები საფეხბურთო ფეხბურთში ჩვენ თვითონ ჩვენ თავზე გამოვცადეთ რამდენიმე გულის წინ და ხა 20 წელი ეგრე არ ხდება რომ ფეხბურთში ხა მაშინ პელე უნდა გავდეს რა რომ რაღაცა 15 წელი მგონია რომ ეხა ძალიან კარგად შეიცვალა და წავა ისევ ესპანეთის რაღაცნაირი ვიწრო დომინაცია თუ არა მაგას ნახავთ მაგრამ რა თქმა უნდა ეგ თაობათა ცვლის პროცესი თავისთავად ცხადია რა მაგარი გუნდები ძა ჩავი და ინიესტა და სერხიო რამოსი ეგრე მარტივად ვერ ცვლი რა და ანუ გასაგები იყო ეგ ჩავარდნა ბუსკეტსის შემთხვევაშიც ხო
აი, მესამე დებულება ჯერჯერობით არაფერზე თანხმდებით და ვნახოთ აბა ამაზე თუ შენ თანხმდებით. შეიძლება ყველაზე მოკლე გადაცემა იყოს, არაფერზე არ შევთანხმდებით და ვიცი მორწ. აი, ყოფილა ეგეც. აი, ჩელსი მანჩესტერი. ლუდით უფასოა გავწეროთ. კარიერით პედრი ბელინგემზე უკეთესი ფეხბურთელია. აი შუაში რო დავტოვოთ, ოდიში, ანუ აი ცოტა როგორ დებულა. არ არსებობს ეგ. კარიერით პედრი ბელინგემზე უკეთესი ფეხბურთელია. გადის? ხო, მზადე. 1 2 3 ანუ ისევ სვამთ. დომებიათ მეგობრები. თუ გაიწყებს. 5-მდე რო იყოს არ შეიძლება. დღეს თანამედროვე ჩემი აზრით საუბრობლოში საუკეთესო ნახევარმცველი არის პედრი რა. და ყველაზე დიდი გულისტკივილია ალბათ მადრიდული ინჩადის ის რომ 4 მილიონად შეგვეძლო მაგ ფეხბურთელის ყიდვა და ნუ მესმის მატჩი რატომაც მიიღო რეალმეს გადაწყვეტილება, როცა დაიწუნეს, იმიტომ რომ მართლა ბევრი ფეხბურთელი ყავდა მათ შორის რეალს მის პოზიციაზე და ეგ რისკი შეიძლება არ უღირდათ და გადატვირთო არ უღირდათ სათარგმნოს გამის, მაგრამ მე არ ვიძახი რომ კარიერულად უკეთესი ფეხბურთელია ბელინგემი პედრისზე. მე უბრალოდ არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ პედრი კარიერულად რაიმეთი ბელინგემზე წინ არის და ვიტყვი რატო რა. პირველ რიგში შენ ფრის ხო ანუ მე რო შემძლობოდა ვიტყოდი რომ აი 23 და 22 წლის ფეხბურთელების შედარება მგონია რომ ცოტა სისულელი არის იმით რაც აჩვენეს როცა ორივე არის სხვა პოტენციალის ხოლმე ფეხბურთელი და ეხლა მაგაზე საუბარი სისულელი ეხლა მაგაზე რო ვიგამოთ. თუმცა თუ არგუმენტი პედრის სასარგებლო არის რომ ევროპის ჩემპიონატი მოიგო ესპანეთთან ერთად, ბელინგემის სასარგებლო არის არგუმენტი რომ რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ეს ჯერ კიდევ მიუწვდენელია ბარსელონასთვის, რავი, აგერებდა 10 წელიწადზე მეტია ხო 11 წლის წინ მოიგეს ხო 2026-ში უნდა იყოს მომდენო და 11 წლის წინ აქვს მოგებული რეალურად ამ სეზონიდან გამომდინარე და მე ანუ იმას შესაბამისად მე ხა ცოტა სტრატეგიულად ეგრე ვითამაშებ რომ არ ვეცდები რომ თქვა რომ ბელინგემი პედრეზე უკეთესია, იმიტომ რომ მაგ პოზიციის დაცვა ცოტა სიგიჟე მგონია, მაგრამ მე მგონია რომ ისევ იმ გარემოებიდან გამომდინარე რაგზაც თუნდაც გაიარა მათ შორის ბელინგემმა არაფრით არ ჩამოუვარდება პედრის, თუნდაც ის რომ 17 წლის ასაკში გადავიდა დორტმუნდში, თუნდაც ის რომ დორტმუნდი პრაქტიკულად მარტომ არა, ნუ გასაგებია ეხა მარტომ ისეთი ნათქვამია ცოტა ჰიპერბოლა არის, მაგრამ პრაქტიკულად ჩემპიონი ყავდა გამختარი დორტმუნდის ბორუსია და ტრაუმის გამო რამდენიმე ტური გამოტოვა ბოლოს და მე ბოლო ტურში 2-2 ითამაშა დორტმუნდმა და დაკარგა ჩემპიონობა. შემდეგ გადმოვიდა რეალში, პირადად მოუგო კატალონიის ბარსელონას იმ წინვალე სეზონში, იმიტომ რომ ჩავის ხოთაშორის ძალიან კარგი სეზონის შემდეგ მე მომდევნო სეზონში რაღაცა ბევრს ველოდნენ, იგებდა მთელი თამაში და 2 გოლი გაუტანა და ის რაღაცა მონაკვეთიც ბელინგემს ჰქონდა. მის საუბრები იყო რომ რაღაცა ზიდანი, კრუიფი, ასე შემდგომ. თუნდაც მაგ მონაკვეთის გამო, თუნდაც იმ მონაკვეთის გამო რომ პედრი ცალსახად ეხა შეუცვლელია და ალბათ ბარსელონას აი კი სასაცილოდ შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ამ ფორმაციის ბარსელონა პედრის გარეშე უფრო წარმოუდგენელია, მაგალითად ვიდრე სხვა ნებისმიერ ფეხბურთელის გარეშე, ვინც მოედანზე არიან. ორივეს აქვს ძალიან დიდი პლუსები, მაგრამ ჩემი აზრით ცოტა ისეთი აი არაადეკვატურს ვერ დავარქმევ, მაგრამ ანუ სასაცილო იქნება რომელიმე მხარის მტკიცება, მყარად რომ აი პედრი უკეთესია, ბელინგემი უკეთესია. შესაბამისად მე მგონია რომ მე მაგიტომაც არ ვეთანხმები ამას, რომ მაგაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და იმედია საფეხბურთო ღმერთიც და ყველა სხვა პირობას მოგცემ საშუალებას, რომ დიდი ხანი და ბევრი წელი დავტყვეთ ამ ადამიანებით, რომ ამაზე უფრო ნათელი პასუხი შეიძლება გქონდეს. თუმცა არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ დაასრულონ კარიერა და როგორც მოდრიცზე და ინიესტაზე ვერ შევთანხმდებით, ისევ იგივე სურათი მივიღოთ შემდგომში. აი, შენი ერთი წუთი მიშ. ხო, მე საერთოდ 100%-ს დავეთანხმები შორის ვიყავი ამ იმაზე, იმიტომ რომ რავი, არ ვსვამ კითხვის ნიშანს. აქ ხონდა ამ შემთხვევაში არ ვადარებ მე მათ საფეხბურთო შესაძლებლობებს და პოტენციალს რა. საუბარი გვაქვს კარიერაზე, რაც მეც გეთანხმები რომ 23-22 წლის ბიჭების შემთხვევაში ცოტა რთულია კარიერა საუბარი, მაგრამ ანუ მოცემულობა რადგან ეს უაქვს აქამდე როგორც მოვიდნენ ეგრე უნდა იმის რომ პედრი მგონია რომ არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად განვითარებადი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ვითარდება. ანუ არ ქონია მას თამაშიც კი ძალიან რთულია რომ გაიხსენო იმისი ჩაგდებული სეზონზე არ არის ლაპარაკი რა. ბელინგემის ყველაზე მაგარი არგუმენტი რაც არის ბელინგემის სასარგებლო შეიძლება ითქვას რომ ის ერთი რაღაც გიჟური სეზონი რა. შენ რო თქვი რომ კლასიკო არ მარტო კლასიკო იყო, მად იყო ნუ სასწავლები აკეთა ზოგადად მაგ სეზონში მართლა, მაგრამ მაგის მერე რაღაცა თითქოს დაიჩაგრასავით იმაში რეალში რა ისეთი ნამდვილად ვეღარ არის. ანუ ბელინგემს არ აქვს რაღაც სტაბილური განვითარება რა. როლიც არ აქვს ისეთი და ჩემი აზრით მიახლოებული როლიც კი არ აქვს ბელინგემს რეალში შედარებით პედრისთან, რაც აქვს მას ესპანეთშიც და რაც აქვს მას ბარსელონაშიც. წარმოუდგენელია მართლა. ერთი აი ბუსკეტსი იყო ბარსელონაში, რომელიც ნებისმიერ სუსტ გუნდთან რაღაც მესამე მეოთხე ლიგელ გუნდებს რო ითამაშებოდა ბარსელონა ესპანეთის თასზე, იქაც რო ისურვებდა ბუსკეტსი
იგრძნობოდა, ნებისმიერ შემთხვევაში იგრძნობოდა მის არ ყოფნა და პედრი არის ზუსტად ეგეთი ფეხბურთელი, ხო, ესპანეთშიც და ბარსელონაშიც, რაც არ უნდა დონის გუნდს ეთამაშებოდეს, არ არსებობს ეგეთი დონის გუნდი, ხო, ბარსელონას ვერ შეხვდება ეგეთი დონის გუნდი, აბსოლუტურად ყველა გუნდთან იგრძნობა პედრის არ ყოფნა და არავინ ეგეთი არ არის. შარშან მაგალითად იამალის შემთხვევაში იყო ეგრე, მაგრამ ეხლა იამალის შემთხვევაში აღარ არის ეგრე, იამალზეც აღარ არის ეგრე დამოკიდებული, როგორც პედრიზე რა. და თუ კარიერას ვადარებთ, მე მგონი რომ მთელი ის პერიოდი, რაც ბარსელონაში როგორც კი გადმოვიდა იქიდან მოყოლებული, არის აბსოლუტურად შეუცვლელი ესპანეთის ნაკრებისაც და ეხლა უკვე იმ ბარსელონასიც, რომელიც არის, ნუ ერთ-ერთი ფავორიტი მაინც პრინციპში ყველაფრის, რა წინა სეზონიდან გამომდინარე და ამ სეზონშიც პოტენციალი რაც აჩვენეს, ანუ გასაგებია რაღაც ჩავარდნები ქონდათ, მაგრამ პოტენციალი რაც დავინახეთ, როგორ თამაშიც შეუძლიათ, არის ერთ-ერთი ფავორიტი ყველაფრის და მაგ გუნდში, მაგაშიც და ესპანეთშიც, რომელზეც წეგან ვლაპარაკეთ, რომ არის ერთ-ერთი, ნუ თუ ვინმეზე შეიძლება თქვა, რომ საუკეთესო ნაკრებია სოფლიოში, პირველი მაინც ესპანეთია. ამ ორივე გუნდში არის აბსოლუტურად შეუცვლელი ფეხბურთელი და დიდი ხანი ეს არ არის ერთ სეზონზე დამოკიდებული ფეხბურთი. ბელინგემზეც ნამდვილად ვერ ვიტყვი, ერთ სეზონზე დამოკიდებულია, მაგრამ მთავარი წარმოდგენა მაინც ბელინგემზე რაც გვაქვს, უმაღლეს დონეზე რეალში რაც აქ ნათამაშები იყო ერთი სეზონი. რაც რითიც განსაზღვრავთ მის დონეს, იმიტომ რომ შემდეგი სეზონი ნამდვილად არ არის ახლა ისეთი, რომ ბელინგემის დონის შესაბამისი სეზონი ნამდვილად აღთამაშია მას რა. შეიძლება თქვა ეს ერთ. თუმცა ეგ სეზონი მესმის შენი არგუმენტები, თუმცა ეგ სეზონი ზოგადად მთლიან რეალს ჩაუვარდა. ჩაუვარდა და მე თვითონ თავბეს ვიწყებდი თამაშებს რო უყურებდი და ერთი სულ მქონდა კარლო როდის წავიდა და მანდაც იყო. კი, ჩაუვარდა ნამდვილად. მანდაც იყო მნიშვნელოვანი ფაქტორები, იმიტომ რომ ეხლა რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია თუნდაც ედერ მილიტაო რეალისთვის ამ სეზონში ძალიან კარგად ჩანს. მილიტაო დაინტრა, ცენტრალურ ალაბა დაინტრა, კარვახალი დაინტრა და ნუ ის იყო რა ნორმალურიც მიუხედავად ამ პრობლემისა, მგონია რომ პაპეს კარგი სეზონი ჰქონდა და ასე. კიდე ერთი რამე, ბოლო პრაქტიკულად წელიწადია ბელინგემი თამაშობს ტრამვით, ხრის ტრამვით, რაც მგონია რომ ასევე მაქედან გამომდინარე ცოტა ნაკლებად შედეგიანი სეზონი ჰქონდა და ეხლა ველოდები მის ბრწყინვალე დაბრუნებას და ასევე არგუმენტი ჩემთვის ბელინგემისთვის, კი პედრის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბელინგემი ჩემთვის მაინც ბევრად მრავალმხრივია, ანუ ბევრ სხვადასხვა პოზიციაში შეუძლია ის გუნდმა გამოიყენოს, იქნება ეს center forward-ი თუ 10-იანი თუ second striker-ი თუ 6-იანი თუ 8-იანი თუ ანუ აბსოლუტურად შესაბამისად ანუ თან მით უმეტეს ახლა ჩვენი კოლეგა რო იყოს აქ ნიკა დავანდაძე კარგად იტყო ის დამეწომა და რამდენად უბრალოდ ვაღმერთებ ჭყალებს თქვა პედრის, იმიტომ რომ საფეხბურთო გენია, ისევე როგორც მგონია რომ ბელინგემსაც აქვს ეგ პოტენციალი, არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბევრი ეგეთი ფეხბურთელი ჩვენ არ გვინახავს, რომელსაც შეუძლია მაგ როლიდან რა როლშიც არის ხოლმე მოედანზე გადაწყვიტოს თამაშის ბედები რა, ბედი ჩვენ მესი და რონალდო გასაგებია, ნუ ეგენი არა ადამიანები არიან ხვთან ხვდებით ყველანი, მაგრამ ამიტომ მგონია რომ ანუ ეგ მსგავს ეგ არგუმენტები რა, რომ ეხა მაგის გამო რომ პედრი ჯობია, იმიტომ რომ ბევრი წელია სწორად ვითარდება. ბელინგემმა ზოგადად ისეთ თამაშს დააწესა ფეხბურთში 17 წლიდან მოყოლებული, ძალიან რთული არის რომ აი რამ უნდა გაგვაკვირვოს მისგან. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისგან ის რაც გაუკეთებია, თუნდაც ოქროს ბურთის სამეულშია შესული, თუნდაც 2022 წლის ინგლისი მგონია რომ კეინზე მეტად ბელინგემის ნაკრები იყო და რაღაცა შედეგებს რასაც მიაღწიეს ბელინგემი იყო მაგ ყველაფრის განმოპირობებელი. რა მგონია რომ ჯერჯერობით ესე მაგათ მათ კარიერებს შორის ტოლობის ნიშანი უფრო დგას ჩემთვის ვიდრე ის რომ რომელიმე ჯობია. ხო, მე მაინც არ გონია, იმაში ნამდვილად გეთანხმები რომ ბელინგემი კაცით მრავალმხრივი ფეხბურთელი არის. ტრაუმას რაც შეეხება, რა ვიცი, ნუ ეგ მოცემულობა გვაქვს კარიერას რო ადარებ ეხლა რა ვქნათ. აი, მიუნდა გადაწყვეტილი. ერთი იმას ვიტყვი, ერთს დავამატებ კიდე რომ შენ ამბობ რომ მთელ რეალს ჩაუვარდა ეგ სეზონიო და ყველა სეზონი რომელიც ბარსელონას ჩაუვარდა და პედრი თამაშობდა, პედრი დონის ინარჩუნა და ყოველთვის. ანუ მაგალითად ჩავის მეორე სეზონი რომელიც იყო, რომელიც წააგო ძალიან ცუდი ფეხბურთს თამაშობდა ობიექტურად ბარსა, პედრი თავის ზონას მაინც ინარჩუნებდა. ანუ კარიერულად არ არის პედრი დამოკიდებული იმაზე, გუნდი როგორ ფორმაშია რა. ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ბელინგემი როგორც აღმოჩნდა, მაინც ის არის გუნდზეა დამოკიდებული. კულების ხოიც იმდენად გიყვართ თქვენ ფეხბურთელები, ანუ ძალიან დიდ სივრცეს აძლევთ ხოლმე მათ შორის შეცდომების განსხვავებით მადრიდული ინჩადისგან. ანუ მე მგონია რომ ზეწოლა რაც მადრიდის რეალს და მადრიდის რეალის ფეხბურთელებს აქვს, ეგ უფრო მეტად ასუსტებს მათ და მოედანზე კი ბატონო, შენ თუ ამბობ რომ ბელინგემმა რაღაც ზეწოლას ვერ გაუძლო და ამის გამო კი ბატონო, მაგრამ თუ შედეგი რა მივიღეთ, აი გამთავარ და არა რატომ მივიღეთ, ხო? თუ პედრის უკეთესი კარიერა აქვს, იმიტომ რომ ბელინგემზე მეტი ზეწოლა მოდის, ეს არ ცუს იმას რომ პედრის უკეთესი კარიერა აქვს. არ მგონია უკეთესი კარიერა აქვს, ჩვენ საუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ოქროს შენ სამეულში არის. ეიცებ ახლა გამართლებას რატომ ჩააგდო ბელინგემმა სეზონი და თუ ჩააგდო ბელინგემმა სეზონი, ეს უკვე ჩემი საჩემო არგუმენტია. მიუხედავად იმისა, რატომ ჩააგდო და ფეხბურთელზე საუბრობთ, რომის სათაგარდიკოთას კამი არის. სათადარიგო ფეხბურთელი არის კოულ პალმერი, რომელიც ბევრი საზრით სოფლიოში ერთ საუკეთესო ფეხბურთელია. აი, რა არიცი? ეს არგუმენტი რაც ჯუბამ თქვა, საერთო წუთში ხო თითქოს აი ბოლოს რა თქვა რა, არა და მაგით უნდა დაეწყო. ანუ იმიტომ რომ
ორი ვარიანტი ქონდა აქ ჯუბას წარმატების მიღწევის, იმიტომ რომ აქ ფრედს, ანუ ტოლობის ნიშანიც ჯუბას პოზიციას ამყარებდა, რომ დებულება იყო პედრის უკეთესი კარიერა აქვს. მე არ ვიძახი რომ ბელინგემს უკეთესი კარიერა აქვს. ხო, შენ ამბობ რომ თანაბარი კარიერა. არ ვეთანხმებიზე გადამეწია მე. შენი პოზიცია რო ყოფილიყო რომ ბელინგემს უკეთესი კარიერა აქვს ვიდრე პედრის. შეიძლება აქეთ გადმომეწია, იმიტომ რომ თან უკვე კარგი შესაძლებლობები ვარ ცოტა-ცოტას გადავწევდი და ლეველს. თან რას ვამ, ვიცი, ესპანეთმა რომ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. პედრი არ იყო ავანგარდში. ანუ როდრი მაგით მოიგო ოქროს ბურთი. პედრის მაშინ პირადად უნდა რაღაც უნდა ეკნა ისეთი რომ როდრი დაეჭდილა და ინგლისს რომ მოეგო ევროპა ანუ შეუძლებელია ბელინგემს არ მოეგო ოქროს ბურთი. ვერ მოიგო ინგლისმა. ხო, ანუ მაგას ვამ რა, ანუ მოიგო მარტინ ზუბიმერი. რო შეცვლილი იყო რა, უბრალოდ ვითარება, თან მithumetes მეორე ტაიმში გავიდა როდრი. დარჩა შესაბამისად სუბიმენდი მის ნაცვლად და პედრი მაინც ანუ რომ მორჩა ფინალი, რომ მორჩა ტურნირი პედრი მაინც არ იყო რა ისეთი კაშკაშა როგორც შეიძლებოდა წარმოგვედგინა. და მაგითო რადგანაც ეგ არგუმენტი ბოლოს მაინც თქვა რომ მესამეზე გავიდა ფინალწაგებულიო და თან ტოლობის ნიშანის ამ ორი ფეხბურთელის კარიერაში ჯუბას ხარეს არის მის შეუმდადალიო. თან მithumetes აი პირობითად რო წარმოვიდგინოთ რომ ერთმა ფეხბურთელმა მოიგოს ოქროს ბურთი 4 წლიან დიაპაზონში და მეორე იყოს სტაბილურად კარგი. მან რომლის კარიერა გირჩევნია კითხვა რო დაგისვან. აღნიშნია იმას დანარჩენი 3 სეზონი როგორი ქონდა, ხო? აი როგორც პედრის. ჩვენ ახლა ყველა მე ოქროს ბურთი მირჩევნია. შერარ მარტინის კარიერა ურჩევნია იმას და მე მერჩევნია რაღაც ჩემას კარიერა რომელსაც რეალში ეკნება. არა X ფეხბურთელი მოვიდა. იქნა ჩემას მიყენებ შერარ მარტინის მირჩევნია. მე ოქროს ბურთი მირჩევნია რა. მეუთხედებულება მეგობრებო ესპანეთის ნაკრების წარმატება ბარსელონაზე დგას. ანუ დღევანდელი არ უზერ ესპანეთზე საუბრობთ ხო? ჭამურად რასაც მიუღწევიათ ხო? და აქ ახლა ერთმა 800% და მეორე მეთანხმებია 1000-ზე ხართ. ხო, მაშინ რა. 1 2 3. რა ვიცი, კასილასის სეივები და რაღაცები. არა, გასაგები არის რომ მე ჩემი საყვარელი აბსურდული სტატისტიკა ფეხბურთიდან ზოგადად არის რომ იკერ კასილას 2008, 2010 და 2012 წლის ტურნირებზე, ანუ შესაბამისად სოფლიოზე და ევროპაზე პლეი-ოფში არ აქვს გოლი გაშვებული რა. და თან აქვს მოგებული, ანუ თან აქვს ის პენალტების სერია მოგებული 2 თუ 2. მიუხედავად ამ ყოველივეს ხა ძალიან აბსურდული იქნება რომ მოკლედ ბარსელონა როდესაც გახდა მსოფლიო ფეხბურთის დომინანტი, პარალელურდება ეს ყველაფერი იმასთან, რომ ესპანეთი აღწევს დიდ წარმატებებს რა. ანუ ბარსელონა მსოფლიო ფეხბურთის ყოველთვის რა თქმა უნდა დიდი გუნდი იყო, ჯერ მარტო მხოლოდ იმიტომ რომ და იმ მიზეზითაც კი რომ მადრიდის რეალის თავარი ანტაგონისტია და ხო მარტო მაგიტომაც ყოველთვის ზემოთ ტივტივებდა, მაგრამ არის რონალდინიოს მერე და ეს ეპოქა რა, კრუიფად, მაგრამ ხო და ეხლა მაგ რეალობაში იმ ფეხბურთელებს ეხაც ხო მე მგონი რა ვიცი ორი თამაში მოიგო სანაკრებო ციკლში ესპანეთმა და პრაქტიკულად მადრიდის რეალის ფეხბურთელი არც ყოფილა მგონი განაცხადში თუ ერთი ადამიანი იყო და მე არ იყო ჰაუსენი იყო და მე დაიმტვრა და რაღაც. ეხლა მაგაზე დავა ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ვილია, რა ვიცი, ყველა პუიოლი, ხერარ პიკე, ვიქტორ ვალდესიაც კი კაი მეორე ნომერი ვილია პრინციპში რაღაც იმაში ჯდება რა 2008-ში არ ჯდება 2008-ში მაგალითად ესპანეთმა რომ მოიგო ჩემპიონატი ვარჯიში არ ქონა ჩატარებული ბარსელონაში კი იყო ეხლა ფორმალურად ხო ანუ ვილიაც ის არის არა 8-ში გადავიდა არა 8-ში გადავიდა და ოღონდ ანუ ვარჯიშიც კი არ ხო ვარჯიში ანუ 10-ის ვილია არ იყო ბარსელონას პროდუქტი ასე ვთქვათ მაგრამ ნუ ხო ანუ საბაზისო მგონი აქ ცალ-ცალკე არ შეგვიძლია ერთობლივად კი ცალსახადან რაღაცა საძირკველი და ქვაკუთხედი რაზეც დგას არის ბარსელონა თუმცა მგონია რომ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ რეალის გარეშე ანუ ეგ ცალკე ამბავია რა ხო იმიტომ რომ ამ სისტემაზე რომ ბევრი არავინ არ ახსენებს თუ ისტორიას იხსენებთ მაშინ გავიხსენებთ რომ 64-ში მოიგო ხო ესპანეთმა. ევროპა კი მეორე. მოიგო ბარსას ფეხბურთელის სკოლით. იყო პარედესი თუ პარედესი. სიმართლე გითხრა. ხო, ანუ იქიდან მოყოლებული, სხვათა შორის 64-დან მოყოლებული, თუ რამე წარმატებების აქვს ესპანეთის მიღწეული. ეხლა რა თქმა უნდა მართლა ის არის რა, სულ 10 ფეხბურთელი ყოფილიყო ბარსელონაში და კასილასი ყოფილიყო. საუბარი იმაზე რომ კასილასის გარეშე მოვიგებდით. მით უმეტეს ერთი ის რომ ეხლა მეკარეს ხო უფრო მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე ერთ რიგით მოდის მოთამაშე. თან მართლა გააკეთა. თან როცა კასილასია.
ხო, ხო, მით უმეტეს ახლა 210-ში რაც გააკეთა რობენთან, ფინალი თავდებოდა რა, მორჩებოდა გოლი და ხო, ანუ ეგ ისეთი რაღაცა იყო, რომ 2012-ში პორტუგალიას პენალტების სერიაში მოუგეს ნახევარფინალი. 2008-ში იტალიას მოუგეს. არა უღია არაფერი, მაგრამ გასაგებია, მაგრამ ნუ რა არის, როდესაც კასელაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ვიტყვი ყოველთვის ჩემი ნათქვამი არ არის რა ფეხბურთელებს იძახიან, როცა იცი რომ შენს უნდა გაუტანო გოლი კასილას. აიღო, ბოდიში ერთი პენალტი აიღო, მეორე ბრუნვალოში. ბევრად გირთულდება რა, ანუ ეგეც ამბავია ხტები, ანუ ვიქტორ ვალდეს უფრო გაუტან გოლს, ზუსტად ერთი და იგივე სიტუაციიდან, ნავე 100ჯერ რომ დაურტყა ვალდეს და 100ჯერ კასილას, ზუსტად ერთნაირად. ეგ ყოველთვის რაღაცა ის არის. ეგ ის არის, ის ხო შენგელი ეყვებოდა ლივერპულთან ერთ-ერთზე რომ გავედიო მასეო. დავიბენიო ლივერპულთან ვარ ერთ-ერთზე მეკარესთანო და ეგეთი რაღაცა ახლა მართლა რა იქ მეორე მხარეს ვინ არის მაგას რა თქმა უნდა ეს მაშინაც კი როცა ისახა რა რობენი ხარ მაგალითად იცი რომ იქით კასილასია და ხო ან მაგი ის არის რა იმის თქმა რომ 100% ბარსელონა მოიგო და რეალის ფეხბურთელების გარეშე რამე არასერიოზულია მაგრამ რა თქმა უნდა ახლა თუნდაც ბოლო ევროპის ჩემპიონატში მე მგონია რომ სამყვანი უდიდესი წვლილი მიუძღვის ერთ-ერთი უდიდესი რა ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული არ ყველაზე გამორჩეული იყო ჩემი აზრით იმ 2024 წლის ევროპაზე ერთკეთანი კარვახალი რომელიც ერთადერთი იყო პრაქტიკულად რეალის გაცოცხლდა ხო რეალის ჩემპიონატიდან ახალი და მე სამწუხაროდ დაიმტრა და მაგას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხდება რა ეხლა ადგეს და ბარსელონა ესპანეთის ნაკრებთან ერთად რა ესპანეთის ნაკრებში მარტო ბარსელონა მოიგოს რეალის გარეშე ეგეთი რაღაცა ნიშნა ანუ არ არსებობს მე ეგრე მგონია ზოგადად ეხლაც კი ბოდიში ეს ხუისენი თუ ის ყავს არ ვიცი როგორ წარმოვიდგინე მე ვერ წარმოვიდგენია რომ მაგის გარეშე არ წარმოუდგენელ ხო ესპანეთის ნაკრები ანუ სასწაული კი აი პაუ კუბარსის მერე თუ ახალგაზრდა მცველი გამოგონდა კუბარსიზე ბევრად მაგარია იამალის გათვალისწინებით გონია რომ მაინც ბარსას ეპოქა მოდის ესპანეთში ანუ იამალი ისეთი ის არის მაგრამ მე მგონი რომ რეალის ფეხბურთელების დახმარების გარეშე მომავალშიც ისედაც ანუ ეგეთი მაგრამ ახლა ყველაზე ესეთი მრავალფეროვანი ესპანეთის ნაკრებია არა ისედაც ზოგადად ხო დნმ-ის დონეზე რო ვთქვა აი მაგალითად ვართ ბიოლოგებით ან რამე დნმ რო ავიღოთ ბარსელონას დნმ და ესპანეთის ნაკრების დნმ ბევრად დიდი კვეთა იქნება ვიდრე რეალის ანუ რეალი ყოველთვის ინტერნაციონალური გუნდი იყო ყოველთვის არასდროს არ ყოფილა ბოლომდე თქვა ესპანური გუნდა როცა ესპანური ბოდიში ვიტყვი როცა ესპანური გუნდი იყო რეალი თითქმის წარმატებებს არ მოგვწევია ბუტრეს 85-ის ან 80-იან წლებში მაშინ სუ ესპანელიზაცია და ეგ ის იყო და ვერაფერი და რეალი უფრო ინტერნაციონალური გუნდია ბარსელონა მაინც მეტად ჩემთვის მესის კატალონიელია რა ისე ვიტყვი უხეშად იმიტომ რომ 12-დან ესპანელია რა პრაქტიკულად აქვს რო ვიცი მესი და ბუიან კრკიჩი არიან ათასავები კატალონიური იქიდან ფესობიდან მართლა ხო შესაძლოა რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ მესი არგენტინელია მაგრამ მესიც ის როგორც ფეხბურთელი მესი კატალონიელი რა თქმა უნდა რა კარგი, მაშინ შეთანხმდით კი არა? ორიან ხوار დავლიოთ. ლუდი. კარგი, მომდენო დებულება. BBC, ანუ ბეილი, ბენზემა, კრისტიანო უკეთესი იყო ვიდრე იმისენი, ანუ მესი, სუარესი, ნეიმარი. უკეთესი იყო რას გულისხმობს ბოდიში თავაზუსტად. რომელი ტრიო ჯობდა? აი ეს პირდაპირ. ჯობდა რას ნიშნავს? არა, ეს ბუნდოვანი. რომელმა უფრო მეტი მოიგო პასუხი BBC-ია, რომელმა უფრო მეტი გაიგო. ეხა ანუ პირიქით არის ხო წეგან პედრი რო იყო წინ, ანუ BBC უკეთესია ვიდრე MSN-ი, კი, ესეთია. ანუ ბეილი, ბენზემა, კრისტიანო ჯობდა. მეტი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ უკეთესია უბრალოდ. ხო. ოკეი, კაი. მოკლებულება. 1 2 3. აი, ზუსტად იგივე, აი, დავიწყებ რა, ერთი წუთი არ დამჭირდება. ზუსტად იგივენაირად ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამე არის რა, ლეტალური ამოცანების ამომხსნელი, რაღაც ინჟინერული მანქანა არის BBC და აქეთ რაღაცა ფანტაზისტა, სოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარი. მე მგონია რომ მაგათ შედარება ამ ფორმატში, რომ თითო წუთით ჩვენ დავждდეთ და ვთქვათ, რომ ან ერთი ჯობი ან მეორე არის სიგიჟე. მე გუნდში მეყოლებოდა BBC. იმიტომ რომ ჩემთან უფრო ახლოს დგანან ეგ ფეხბურთელები, სამივე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და ჩემს ხარეს ახლა არგუმენტებით რო თქვა ორი ოქროს ბურთის მომგებია რა იქით ერთი არის 8ჯერ ბაზარი არ არის მაგრამ აი ეს რა ეხლა ესეთ რაღაცეებზე ზოგადად კამათი აი ამაზე ბევრად ჯანსაღი იქნება და მოკლედ არ მოუგია ბენზემას ხო ნუ თუმცა დამტკიცდა რომ თუ ბენზემა რამხელა ფეხბურთელი იყო იმით რომ მარტო რეებიც აკეთა რა იქ მაინც ბენზემას მაგ 6 მომენტში ბენზემა ყველაზე სუსტი იყო
არასდროს არ ვეთანხმებოდი ოღონდ არის ხო რა მე ყოველთვის რეალს მგონი მაგარი გაბრაზებული ვარ წლების განმავლობაში ბენზემას არა რომ BBC და ეხლა MSN-ს შეგვიძლია ჩამოყალიბდა. დროსაც ბენზემა არ ფასდებოდა რა ეხლა ან ბეილი ფენომენალური კრისტიანო გაფრთხილება არის, ბენზემა მაგრამ პროცენტი იყვარდა ყოველთვის და იგუაინის და ბენზემას შორის რო დაგრაცხა და იგუაინი რო წავიდა მაგრამ ეწყინა იმიტომ რომ ანუ ფეხბურთელი რომელიც მაგრამ იყვარდა და ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობდა დარჩა რეალში და იგუაინი გაუშვეს ან ბენზემას მიმართ მე მგონია რომ ინჩა და იყო ძალიან უსამართლო და მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც პირველი დღიდან მაგ ადამიანს ოღონდ იმიტომ კი არა ეხ თავს კი არ ვქებ მაგით მაგრამ მგონია რომ ზოგადად დღემდე underrated-ია რა უბრალოდ ძალიან ბევრი კრიტიკოს გასცა პასუხი იმ ერთი სეზონით რომელსაც ფენომენალურია ნუ რისი თქმა მინდა ანუ ეს კითხვა ანუ ბევრად უფრო ჯანსაღი იქნებოდა ჩემი აზრით კითხვა თუნდაც 2008 წლის ბარსელონა უფრო დაუმარცხებელია თუ ეგ რეალი რა ანუ მაგაზე უფრო იკამათებდი ამაზე შეიძლება არის მაგაზე ვიკამათოთ ორივე არ მგონია რა ორივე მგონია რომ 10-10-ია რა ანუ ქულა ხო უნდა დაუწეროთ პირობითად რა და ორივე შეფასება 10 ქულა ხო ვერც ის ვერ იტყვის რომ 9 ქულიანია BBC ვერც მგონია რომ სამი ზუსტად ერთმანეთს როგორც ერწყმებოდნენ იდეალურად ისე ერწყმებოდნენ ისინიც იდეალურად და რავი ხა ნუ ინდივიდუალურად თუ გინდათ თითო-თითოდ შევადაროთ მანდაც საკამათოა მაგრამ არა ინდივიდუალურად მე მგონი MSN-ი ინდივიდუალურად არა MSN-ი უფრო ინხო მაგას ვამბობთ ინდივიდუალურად MSN-ი იმ მომენტში უფრო წინ იყო როცა არსებობდა ვიდრე BBC ინდივიდუალურად კი ინდივიდუალურად იყო ახლა რა ანუ ერთი ლავის ბომბარდირი ხდებოდა ცოტა ძელი კამათია ინდივიდუალურად მე მგონი კი მე უბრალოდ რისი თქმა მინდა ვიცი რომ მიღწევები და შედეგები ვისთვის ვადარებდი გასაჯობია რა მაგრამ მე მარცხენა ვინგერს მარჯვენა ვინგერს center forward რავი მე რონალდუ მე ნეიმარზე კაია და ბენზემა მე სუარესზე ჩემი აზრით არა იმ მომენტში არა კი რა მომენტში სუარესი მე რისი თქმა მინდა რომ მიღწევები და შედეგებით ახლა BBC ნაჯობა მაგრამ ფეხბურთი არის რო ჩამოყალიბდა რა ფეხბურთი არ არის სტატისტიკა ხო არის ემოციები და მე მაინც მგონია რომ ის რაღაც სიგრძეები რასაც ესენი ჩადიოდნენ MSN-ი სანახაობრივი კუთხით მე მაინც მგონია რომ ემოციას უფრო კაფიოდ იწევდა BBC-ს მიუხედავად იმისა რომ თან MSN-ი მოკლე იყო BBC-ს მოკლე იყო ბელმა ვერ გაკაჩა რა ანუ იმ ლიგის ფინალებშიც ისკო იდგა რა ორი ფინალში პრაქტიკულად ბეილს ასულად ხო ხტები ანუ ის BBC უფრო მეტად იყო ციციდან გამოწვეული ამბავი ქონდა ეხლა რეალ ტელეკარიერში იქ ქონდა რომ არის ხო ბეილმაც პროსტა რაღაცა წერტილი და დიდი ძახლის შენ დაუშვა იმაკრატებით რა ბეილი როდესაც უნდა გამختارიყო გუნდის ლიდერი რონალდო როცა წავიდა პრაქტიკულად სკამის ფეხბურთელად იქცა რა მომდენო ორ სეზონში იმ კონკრეტულ მონაკვეთში ანუ შედეგების დონეზე ორივე ძალიან მაგარია მაგრამ ესეც ცალ-ცალკე ანუ არ ვიცი ხო რთულია ალბათ ინდივიდუალურად ხო ბეილმა მოკლედ ვერ გაამართლა გასემული ავანსები საბოლოო ჯამში და ეგრე გამოვიდა ვერ გაამართლა ვერ ვიტყოდი რომ ანუ ნამდვილად არ ჯობია რა თუმცა არც იმას არ ვიტყოდი როგორც აღნიშნე ორივე 10-10-ია ჩემთვის პირიქით რო გეთქვა მაინდა-მაინც მყარს ვერა რაღაც არგუმენტებს ვიტყოდი MSN-ი ჯობია თუ არა ანუ შენთვის უფრო მარტივი იყო არ ვეთანხმებიზე გადავა ხო ამ შემთხვევაში გადაცემის მხრივ ეგ უფრო მარტივი იყო რა ალბათ ვიტყოდი რომ ვითახმებით ხო რო გეთქვა პირიქით მაგრამ ვიწვალებ მოკლედ მომდევნო დებულება ზიდანის მწვრთნელობით რეალი ლიგის ფინალს არც ერთ ბარსელონასთან არ წააგებდა არც ერთი ფორმაციის ბარსელონასთან არ წააგებდა 1-2-3 აქ დაიგლევა ესე იგი წინა დაიწყო მე ვიწყებ კარგახანია ჯუბა სამი ის იყო ხო ჯუბამ დაიწყო მე ვიწყებ ახლა რა წინა სამჯერ არ დავათანხმეთ პირველ ჯუბამ დაიწყო ხო მე ზოგადად ნუ პრინციპში მივდივართ კითხვა ხურდავდება იქამდე რომ პრაიმ ბარსელონა თუ პრაიმ რეალი ხო ეგრე გამოდის რა მე იდეაში ახლა როცა ამ კითხვას ვსვამთ იგულისხმება რომ ორივე მითამაშოს თავის აღგოც ფეხბურთი ხო რადგან რეალურად არ შეგვიძლია რომ შევეჯიბროთ დებულება მაინც სხვანაირია უბრალოდ ხო მაგამდე ანუ არც ერთ ფინალს არ წააგებდა ხო ანუ იმ სამ ფინალს ხო თუ რა ფინალები ანუ ფინალს არ წააგებდა პრაიმ ბარსელონასთან მე რომელიც გინდა ნებისმიერ იმასთან ნებისმიერ ფორმატის ბარსელონასთან კი ბატონო არა ბარსელონას არ თუ გინდა მილანთან არა ნუ ბარსელონაზე იყო კითხვა ბარსელონაზე იყო ხო კაი მე ვიტყვი რომ ხო რომელი უფრო ძლიერი გუნდი იყო თქვა ზიდანის რეალი თუ პეპის ბარსელონა მაგაზე საუბარი ძალიან რთულია მაგრამ სტილის გათვალისწინებით მე შემიძლია თქვა ესეთი რაღაცა რომ თუ პეპის ბარსელონა ითამაშებდა თავის ფეხბურთს ეს თავისთავად უკვე ნიშნავს იმას რომ მეორე გუნდი ვეღარ თამაშობს თავის ფეხბურთს
და ზიდანის რეალის შემთხვევაში მაგას ვერ ვიტყვი. ანუ ზიდანის რეალი არ იყო ის გუნდი, რომელიც თავის ფეხბურთს თუ ითამაშებდა, ის თავისთავად უკვე გამორიცხავდა იმას, რომ მეორე გუნდი თავის ფეხბურთს ითამაშებდა. რა პეპის გვარდიოლა თუ ადგებოდა და ითამაშებდა ავიღებ 2010-2011 მიხნობს რომ 9-ში ტრებლი დადეს 10-11-ის სეზონი ჩემი აზრით 10-11-ის ბარსელონა საერთოდ სხვაგან იყო რა თუ 10-11-ის ბარსელონა ზიდანის რეალთან ითამაშებდა ფინალში და ითამაშებდა თავის ფეხბურთს ეს ნიშნავს იმას რომ ზიდანის რეალი ვერ გაკეთებდა ვერაფერს საერთოდ რა არ ექნებოდა არანაირი საშუალება იმისა, რომ იმიტომ რომ ბარსელონას მინუსი, პეპის გვარდიოლას მინუსი იყო კონჩეტებისგან დაცვა, იმიტომ რომ ბურთი სულ შენ გაქვს, უწინ ხარ და კონჩეტები გაგირბიან და ეხლა როცა ბეილი და რონალდო ყავს აკეთიკიდან, რა თქმა უნდა კონჩეტები ძალიან ის არის სახიფათოა შენი, მაგრამ 2010-11-ის ბარსელონა ნიშნავს იმას, რომ არ აქვს არანაირი შანსი მეორე გუნდს იმისა, რომ თავისი ფეხბურთი ითამაშოს და ზიდანის რეალი არ იყო ეგეთი გუნდი. ზიდანის რეალს შეეძლო რომ ორივე გუნდს ეთამაშა თავის ფეხბურთი და ზიდანის რეალს მოეგო. და პეპის ბარსელონა ნიშნავდა იმას, რომ თუ პეპის ბარსელონა თამაშობდა თავის ფეხბურთს, შანსი არ იყო, რომ მეორე გუნდს რამე გასახანი ქონოდა რა. თუმცა 2011 წლის ბარსელონას მოუგო ემანუელ ადებაიორეს რეალმა კოპა დელ რეის ფინალში, ანუ ეგ პინტო როცა იდგა. ხო. პინტო იდგა კარში, მაგრამ სუ პინტოზე ცოტა უკეთესი მეკარე ედგა მაგუნს კარში. ცოტა არა, ნუ გასაგებია ხა ეს ისეთ თქვა. მე ის თქვა მინდა რა, ანუ მადრიდის რეალი, ეგ მადრიდის რეალი ჩემი აზრით არის დაუმარცხებელი. ჩემი აზრით იყო დაუმარცხებელი ძალა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ითამაშებდა თუ არა თავის ფეხბურთს, ექნებოდა თუ არა ბურთი. და ასე შემდეგ. არა, ანუ თავის ფეხბურთს ხომ საერთოდ რომც არ ქონოდა და მომენტის რომც არ ქონოდა, ბევრი წელი მტკიცდებოდა ეგ და მგონია რომ კიდევ ბევრჯერ დამტკიცდებოდა რომ ქონოდათ მაგის შესაძლებლობა რომ მაგის დამარცხებელი არ იყო არავინ, იმიტომ რომ ყავდათ სოფლიოში საუკეთესო მარცხენაცველი, ყავდათ სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ბევრის აზრით იმ დროს და უბრალოდ მარტივი ფლანგიდან ჩაწოდებითაც კი შეეძლოთ გასულიყვნენ ფონს. თუმცა ის რომ საბოლოო ჯამში ეგრე დალაგდა რა, მე არ ვიძახი რომ შეიძლება ესეთ დისტანციაზე 1500 თამაში რო ეთამაშათ 1500 თამაში პეპის ბარსას და 1500 თამაში იმას ზიდანის ბარსას 751 რეალი მოიგებდა თქო მაგას არ ვიძახი. მე ვიძახი იმას რა შედეგებიც დადგა ამ გუნდის მომგები გუნდი არ ყოფილა არავინ და იმ გუნდს იმ რეალმაც კი მომგო რომელსაც ის თასი იმდენად მეუჩვეველნი იყვნენ თასის ხელში დაჭერას მე ავტობუსიდან გადმოვუვარდათ და ავტობუსმა გადაუვარა ზემოდან ჩვენ თვითონ გვიკვირდა ანუ ეხა მიკვირს მაშინ ვიყავი სადღაც 17-18 წლის და რასაცილო მდგომარეობაში ვიყავი რომ აქ თავს ზემოდე ხო ხდება კოპა დელ რეის როცა 93 გოლი გააქვს თუ რაღაცა მესის და 120 გოლი 120 გოლი დგას ბარსელონა თვითონ კი შეიძლება საფეხბურთო ამბავში ის ბარსელონა იყო რაღაცა განუმეორებელი მაგრამ მე არ მგონია რომ რომელიმე გუნდი ამ ფორმაციის რეალს რომელსაც ყავდა ყველა პოზიციაში მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ტოპ არ მომერიდება და ვიტყვი ტოპ 3 ტოპ 2 ფეხბურთელი ვინმე იმიტომ რომ თან ძალიან პრაგმატული ეს ხო არის ძალიან პრაგმატული არაზიდანური ზიდანი რომ წვრთნელობას იწყებდა ყველა ალბათ ფიქრობდა რომ აი როგორი წვრთნელი იქნება ხო აი შეიძლება რაღაცა თავის ელეგანტურად სინამდვილეში ძალიან პრაგმატული წვრთნელი ფსიქოლოგი რომელიც რაღაცა ტაქტიკურს კი არ ასწავლის აკასწავლის ანებას მგონია რომ უბრალოდ იმის გამო რომ კრიშტიანო რონალდოს ბევრად მაღალი ნახტომი ქონდა ვიდრე ნებისმიერ ბარსას ფეხბურთელს მეორე სართულით შეიძლება მოგვეგო მაგათვის თამაში და მგონია რომ არავისთან არ წააგებდა და არავისთან არც წაუგია ზიდანს ხო არც წაუგია საერთოდ უცით შეგიძლიათ იმიტომ რომ გავიდეთ ამიტომ ანუ ცოტა სხვადასხვა ძალიან კარგი ამოუხსნელი ამოცანა არ არის მოკლედ ის ბარსელონა რა ჩემი აზრით რა მე ამოხსნა მოურინიომაც კარგად ამოხსნა თან რა რეალურად აღმოჩნდა რომ ამოხსნა 12-ში ხო, ну, მაგ პერიოდში გვიძახი ხა რა, მანამდე 10-ში უფრო სწორად, 10-ში. ინტერით გეუნები რა, ინტერით გეუნები. ხო, ინტერით გეუნები და მე ძალიან დიდი ჩავარდნა გაიჩი და ბარსელონას თქმა უნდა ხა პეპი რო წავა ეგეთ რამე, მაგრამ მე მგონია რომ ეს რეალი არ ვიცი, ანუ რა უნდა ვილაპარაკო ბევრი, უბრალოდ ვიღაცამ რო ჩახედავს ვიკიპედიაში ჩემი აზრით 20 წლის მერე, ანუ სახტად დარჩება რომ როგორ შეიძლება არ შეხვედრია პრაიმ ბარსელონას მაშინ ფინალში. ხო, ნუ აი მე თუ რა თქმა უნდა მე უნდა მიიღო გადაწყვეტილება ჯუბას ვამს ოღონდ რატო ოღონდ რა გააგრძელო გადაცემა და დიდი ხანი აყურებდა ეგ არის რა თქმა უნდა მაგრამ შენი არგუმენტი ჩააწოდებოდა კრიშტიანოს და თავით გაიტანდაო აი ეგ იყო რა ყველაზე ესეთი დასამოსობლი არგუმენტი ეგ იყო ეგ არის იმიტომ რომ მაგას შვებოდა ანუ აი და თან ანუ მაგას აკეთებდა აი კაცი ზიდანის სამი ფინალიდან პირველი ფინალი რეალს გამოვიდა
მომდევნო ორთან შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავ. იმიტომ რომ მერვე ფინალში აგდო რომა, მეოთხე ფინალში ვოლფსბურგი და ნახევარფინალში სიტი. სიტის თან მოიგო 1-0, ვოლფსბურგთან 2-0-დან დააკამბექა და რომა კაი მარტივად გაიარა. და ფინალში ის გოლი რომელიც არ იყო ის ცუდი რომა სადაშორის ხა რომამ რები უკეთა ბარსელონას სალახი რო იყო სალახის რომა სალახმა რომ მათ გააფუჭა რა კი კაი რომა იყო რაღაც ნაცისტი კილომეტრი იყო რეალი ის გოლი რამოსმა გაიტანა თამაში გაიტანა აი ეგ არის ჩემი აზრით ის რეალი რომელსაც ყველაზე მარტივად ანუ ასე რომ მკითხო პრაიმ ბარსელონა რომელ რეალს დაამარცხებდა ზიდანის გამარჯვებულ რომელ რეალს დაამარცხებდა და მაგ რეალს ხო თუმცა სამეკლონში შთამბეჭდავი ორი ფინალი იყო მე მე აქ იყო ერთ რომელი ფინალში დაამარცხდა თუ არა და არა დებულებიდან გაუნდარი უპირატესობა ქონდა მიშას რომ 3-დან 1-1 უნდა დაიწყოს ჯერჯერობით რასაც დებულებიდან გაუნდარი უპირატესობა მოგეცაცა პირიქით იმას რა ქვია ბელინგემზე და წენა შეწორად კენ BBC-ზე რო არ ვეთანხმები ხო და იქაც უპირატესობა ქონდა ხო და BBC-ზე ხა პედრიზე და ბელინგემზე შენ ქონდა უპირატესობა ხო პედრი უკეთესი ბელინგემზე ქონდა კი ამას უპირატესობა პირველ დებულებაც შენ ქონდა აი ბოლო დებულება შეიძლება არ იყოს ბოლო. ბარსელონა წარმატებისთვის მესიაზეა დამოკიდებული. რეალი კი უფრო მეტად კოლექტივის გუნდია. ანუ ორივეს უნდა ვეთანხმებოდე? ანუ შეიძლება სხვადასხვა რამე იყოს. ბარსელონა, ნუ არა. მესიაზეში მესია რომ ვიღაცა მივხვდი ხო. ბარსელონა წარმატებისთვის მესიას ჭირდება, რეალი კი უფრო მეტად კოლექტივის გუნდია. ძმართულია ჩემი აზრით. ანუ ერთ შეთანხმები მეორეს არაა და როგორ უნდა მოვიქცე? უფრო მეტად? ხო, ანუ პრინციპში იქ დებულებაა რომ ერთს თუ ეთანხმები მეორეს ხო, არა, თუ უფრო მეტად მესიაზეა დამოკიდებული მაგას ამო პირობითად? ხო, აი თუ ბარსასთან შედარებით ბარსასთან ვადარებთ კოლექტიურ დამოკიდებულებას, მაშინ ოკეი, ერთიანად არის რა, მაგრამ ერთ წუთი რა 10 წამი მომეც. ბარსელონა არის მესიაზე დამოკიდებული და ბარსელონა წარმატებისთვის მესიას ჭირდება, რეალი კი უფრო მეტად კოლექტივზეა დამოკიდებული. ბარსელონასთან შედარებით უფრო მეტად, ხო, ეგრე გამოდის. ოკეი, მე მზად ვარ. 1 2 3. არ ყოფილა ბოლოი. მე არ მიმაჩნია რომ რეალი ზოგადად ბარსელონასთან განსხვავებით ძალიან ის არის უფრო კოლექტივზეა დამოკიდებული, მაგრამ ბარსელონას ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის უბრალოდ ვიყავით ჩამოკიდებული. აი მე მახსოვს იყო ესეთ ფეხბურთელი ენრიკე კასტრო კინი. რომელიც 32 წლის ასაკში გადავიდა ბარსელონაში, გადავიდა სპორტინგიდან, ხიხონის სპორტინგიდან და იმაზე ვიყავით იმდენად ჩამოკიდებულები, რომ გაიტაცეს. მართლა. ატლეტიკო და ბარსას იყო ბოლო 3-4 ტური იყო დარჩენილი, ბარსელონა იგებდა ჩემპიონატს და კატალონიელებმა, რომლებიც იყვნენ ესპანეთის მომხრე, ესპანეთის ერთიანობის მომხრე და კატალონიური სეპარატისტების წინააღმდეგ ესპანიოლის ფანებმა ანუ გაიტაცეს კინი, ოღონდ რამე გამოსასყიდი კი არ მოითხოვეს, თქვეს რომ ბარსელონა არ უნდა გახდეს ესპანეთის ჩემპიონიო რა და ამაში ხსნა იპოვეს რომ კინი, ვიღაცა ტიპი რომელიც არ ნებება რომელსაც შეიძლება ტრავმა მიეღო ამ ხო, ეგ გაიტაცეს და ვერ გახდა რა თქმა უნდა ბარსელონა. ანუ ეგეთ თუ კი ვინმე გამოჩნდებოდა ბარსელონის ისტორიაში, რომელსაც რაღაცის კეთება შეიძლება, ყოველთვის იმაზე იყო ჩამოკიდებული. რაც უნდა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ რო იქ ჩავინიეს და ბუსკეტსი გუნდურობა პრინციპში პეპის დროსაც და მერეც გუნდურობა ბარსელონას არ დაეწუნებოდა მაგრამ ნუ მესის მაინ ხო მესის რონალდინიოს ბარსელონა და კრუიფის ბარსელონა რონალდინიომ პრინციპში ახალი ბარსელონას დაუდო რა მე რონალდინიოს მე რო დაუწევ ბარსელონას გულშემატკივრობა 6 წელი კატალონიის ჩემპიონატიც კი არ ქონათ მოგებული წარმოვიდნენ როგორც უბნის ტურნირსაც კი აგებდნენ და რონალდინიო იყო პირველი ანუ ყოველთვის ეგეთი იყო ბარსელონა რომ რაღაც ხო შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენ გუნდურობაზე რა თქმა უნდა მაგრამ იმას ვერაუგებთ გვერდს რომ ნებისმიერი წარმატება ნებისმიერი ეპოქა ბარსელონასი დამოკიდებული არის ერთ ფეხბურთის რეალსაც ქონია ეგეთი პერიოდები მაგრამ ბარსელონასთან რომელ პერიოდია ბარსელონასთან შედარებით ეხლა მაგალ რა ვიცი დი სტეფანოს პერიოდიც კიდე არ არის დი სტეფანოს მარტო პერიოდი მაგაში იყო მაინც უფრო გუნდური ხო რა ხო ეგეთი ერთი მესია დი სტეფანო უფრო 17-ის რონალდუც ეხლა მესიზე თუ ლაპარაკობთ ხო ბენზემა რა აუ რონალდუზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ იგივე ამბავი იყო ლამაზი ბენზემას ამბავი უბრალოდ იმდენი გოლი გაიტანა პლეიოფში ბენზემამაც და რონალდუმაც 17-ში რონალდუმ და 22-ში ბენზემამ რომ არა იქაც შეიძლება თქვი ეხლა დი სტეფანო მაინც ხო თუმცა ისედაც კატალონიელები უფრო სამხრეთელები არიან ვიდრე მადრიდელები და ბევრად უფრო მესიანის ტურები არიან ვიდრე ზოგადად ისე შინაარსობრივადაც რა ანუ და ეგ ამ დებულებას უფრო დავეთანხმები ვიდრე არა თორე იმას არ უძახით ის რაღაც
ბევრი რა უნდა ვიყურებოდ აშკარა. კიდევ ერთი პოტენციური матч პოინტი და დებულება რეალი უფრო მეტად თამაშობდა კრისტიანო რონალდუზე ვიდრე ბარსელონა მესიზე. 1 2 3. აი აქ გადაწყდება ვინ მოიგებს ამ თამაშს. მე უნდა დავიწყო, ხო? შენი წევრი. კატალონიის ბარსელონა არის სისტემა, რომელიც რა თქმა უნდა განპირობებულია იმით, რომ ყავდეს პირველ რიგში არ მგონია რომ პეპს ესე კარგად გაიგეთებია ეს ყველაფერი ვარ ყოლოდა ჩავინიესტა და მესი. მაგრამ რეალისტვის ხსნა რა, ანუ რეალისტვის ხსნა და რეალისტვის წარმატების გასაღები ყოველთვის და ბევრი წლის განმავლობაში ყოველთვის ვეძებდით კრისტიანო რონალდუში და საბოლოო ჯამში ისეთი ამბავი შევქმნით, ისეთი მარსელო გავაკეთეთ, ისეთი პირობები შევქმნით. ბენზემას პრაქტიკულად ანუ მარტო ის არგუმენტი რომ კარიმ ბენზემა ფეხბურთელი რომელსაც ოქროს ბურთის პოტენციალი ჰქონდა იყო საუკეთესო ასისტენტი და რონალდუს კარიერაში ყველაზე მეტი პასი რამდენად პარადოქსულად 948 გოლი აქვს ხო რონალდუს კრისტიანო რონალდუს თუ ეხა ჩვენი სანამ ეს გადაცემა დაიდება კიდე არ გაიტანს გოლს და ალბათ გაიტანს ყველაზე მეტი პასი გაუკეთებია კარიმ ბენზემას ანუ ეგ არის იმდენად უტოპიური რაღაცა სისულელე ადამიანის რომელიც არის მათ შორის თავის მხრივ 500-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ეგეთ ფეხბურთელი ძალიან ცოტა არიან და იბრაჰიმოვიჩი, მესი, რონალდუ, ვილიამ, მე მგონი 20 და 20 ლევანდოვსკი, ხო? ამ 5 კაცს აქვს, მე მგონი 21 საუკუნეში მაგას მეტი გოლი გატანილი, უშუალოდ 21 საუკუნის გულის. ტაქტიკურადაც მგონია, რომ კრისტიანო რონალდუზე და მის როგორ თქვა, შეუკავებლობაზე, მის დაუჭერლობაზე იყო აკობილი. სტატისტიკურადაც რო ჩავხედოთ ყველა იმ დიდ წარმატებასაც რეალმა მიაღწია რონალდუსთან ერთად. სტატისტიკური წვლილიც ბევრად უფრო მეტი იყო კრისტიანო რონალდუსი, ვიდრე მაგალითად მესის იყო ბარსელონაში გულისხმობრას. 2015 წლის ლიგა რომ მოიგო მაგალითად ბარსელონამ, ნეიმარი, მესი და რონალდუ გახდნენ, მე მგონი ერთად ბომბარდელი 3-1 გოლი ჰქონდა. ხო, იმიტომ ცოტა დრო ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ და კრისტიანო რონალდუს მაგალითად 17, 16, 15, 20 რაღაცა ავანტყოფური შედეგები ჰქონდა თვითონ უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაში. და ისედაც მგონია რომ თამაში აწყობილი იყო და ზუსტად აი წეგან რა არგუმენტის თქვი რა რამდენიმე წუთის წინ რა არგუმენტის თქვი რომ ჩავაწვდიდი და დაარტყავდა თქვა ანუ იქაც კი არგუმენტად ის მოიხსენია რომ რონალდუ სისულელეთ ჟღერს თავისთავად ცხადია და ალბათ ძალიან დიდი გადაცემის ამ პოდკასტის თემაა მაგრამ მე მაინც მგონია რომ რონალდუს უფრო ვერ დაკეტავდი ვიდრე მესის თუ 10 კარგი ფეხბურთელი ეყოლებოდა ირგვლივ და მე მაინც მგონია რომ რონალდუს 10 კარგ ფეხბურთელზე ვიზახი, არ ვიზახი არგენტინის ნაკრებზე ან პორტუგალიის ნაკრებზე ამ შემთხვევაში. და მე მაინც გონია რომ კრისტიანო რონალდუ იყო ის ფაქტორი, რითაც რეალმა მაგ წარმატებებს მიაღწია და მაგიტომაც სიმბოლურად ეხა და რამდენიმე გადაცემაში ბოლო პერიოდში ეს მაისური მაწვია, როცა რეალის უდიდესი ტრანსფორმაცია, სოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ტრანსფერი, ამაზე დიდი ტრანსფერი არ გაკეთებულა. და მგონია რომ კრისტიანო რონალდუ იყო რეალის წარმატების მთავარი ამბავი მაგ პერიოდში, რამაც მეერე თავისთავად ცხადია შვა ახალი თაობა ადამიანების, ახალი თაობა ფეხბურთელების, რომლებიც ოცნება არის მადრიდის რეალის თამაში და დასწრება და მადრიდის რეალში თამაში. კაი, მე ეს კითხვა უფრო ისე იყო, არა ის რომ რონალდუს და მესის მეტი გოლი გაეტანათ, არამედ ის რომ მათზე ყოფილიყო თამაში აგებული. და ნუ ეგეც ნაწილობრივ ემთხოვა ეგ შენაც სამ. ხო, კი ბატონო. გოლებზე გააკეთა აქცენტი ჯუბამ და მე არ გონია რომ მესი იყოს მარტო გოლები რა. მესიზე იყო აბსოლუტურად აწყობილი ყველაფერი. მესი უფრო მრავალმხრივი არის რონალდუსთან შედარებით იმ მხრივ რომ უფრო ბევრ პოზიციაზე შეუძლია და რონალდუზე თუ ლაპარაკობთ ჩვენ და თუ ამბობთ იმაზე რომ გუნდი აწყო ხო ეს ფორმული იყო ისე რომ აწყობილი იყო გუნდი. არა, თამაშობდა. თამაშობდა მასზე. ხო, რონალდუ როცა ლაპარაკობთ ჩვენ რომ რონალდუზე თამაშობდა თუ არა რეალი ამ შემთხვევაში გულისხმობთ რომ რონალდუს უნდა გაეტანა გოლი. ხო? და როცა მესიზე ლაპარაკობთ არ იგულისხმობ რომ მაინც და მაინც მესის უნდა გაეტანა გოლი. მესიზე აწყობილი ბარსელონა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა ჩამოდიოდეს მათ შორის სიღრმეში და ის უნდა იღებდეს ბურთს და ის უნდა აკეთებს მათ შორის ასისტებს და ერთი სხვადასხვა მაგ თემაზე ნაფიქრი მაქვს და ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, ტატა მარტინო იყო მაშინ ჩვენი მწვრთნელი, ფაბრეგასი თამაშობდა ბარსელონაში და მესი მიიღო ტრავმა. და საკმაოდ დიდი თვეზე მეტი გაუჩნდა რა და ფაბრეგასი დააყენა ეს პერიოდი ხო რა ბაიენთან რო გავარდნენ მე თავიანთი მესი რო ტიტულ მაგის შემდეგი სეზონი 7-0 რო წავაგეთ ბაიენთან მესი რო დანიშნა მაგის შემდეგი სეზონი 7-0 რო წავაგეთ მაშინ ვილანოვა იყო ვილანოვაც ვეღარ იყო კუნალოვდა ამერიკაში ხო და ტატა მარტინო ჯორდი როურაიო და მოკლედ ფაბრეგასი დადგა 9-9-იანზე რა ეს არის თამაშობდა მესი და ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ ყველა პასი რომელიც კეთდებოდა საჯარიმოში კეთდებოდა ცაცია ფეხბურთელზე და ფაბრიგასი ვერ იყენებდა ვერაფერს. პირიქით უნდა დატრიალებულიყო. თემის სისტემა
აგებული იყო იმაზე, რომ საჯარიმოში პასი უნდა გაკეთებულიყო ცაცია ფეხბურთელზე რა. და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ფაბრეგასის კარიერა იმდენად ვერ შედგა ბარსელონაში ეგ იყო რომ მაგამავში ვერ გამარჯვა რა. მე მგონი რომ აწყობილი გუნდი მესიზე გაცილებით მეტად იყო ბარსელონა ვიდრე რონალდუზე, იმიტომ რომ აქ გოლებიც ახლა პრინციპში ახლა გოლებში არ ჩამორჩება მესი რონალდუს ისე რეალის რონალდუ რო ავიღოთ და იმავე პერიოდის მესი რო ავიღოთ. აწყობილი მაინც სხვა მე მგონი ეხა არის მე მგონი საერთოდ წუთი ეხა არის მე მგონი დებულება სადაც მე მაქვს უპირატესობა უბრალოდ პირველად მოხდა რონალდუს ინდივიდუალური მიღწევების გამო თამაშობდნენ მაგას გულისხმობ შენ? ეგეც იგულისხმება და ასევე გუნდის წარმატებისთვის თამაშობდნენ რონალდუ ძალით ხო არა გუნდის წარმატებისთვის მე მგონია რომ მაგამო შენ ცოტა ცუდ რაღაცას ვიტყვი შეიძლება რეალის ფანებს არ გაუსწორდეთ მაგრამ რონალდუ არასდროს არ ყოფილა დირიჟორი კი ბატონო. მესი სულ დირიჟორი იყო ჩემთვის და შესაბამისად დირიჟორი არ იყო და ეწყობოდნენ ისე რომ აი ამ ტიპს რომელიც არ არის დირიჟორი შეუქმნან საუკეთესო პირობები იმისთვის რომ მოიგონ და მუშაობდა რა იმუშავა რა ფაქტია რა 4 ლიგა მოიგო კრიშტიანო რონალდუ მადრიდის რეალთან ერთად ხო და გონია რომ რაღაცა პერიოდი უბრალოდ მარსელო და რონალდუს მარსელო მარსელო რასაც აკეთებდა ფლანგიდან მხოლოდ მაგის გამოც კი ანუ ეგ ყველაფერი იყო რონალდუზე აწყობილი უნდა ჩაეწოდებია ეს უნდა აღტარიყო უნდა დაიხა მარსელო რონალდუს როც ვლაპარაკობთ ალბა მესი უნდა ვახსენოთ გასაგებია კი 15-16-დან გახდა ეგ რონალდუ აი დირიჟორი რო საერთოდ აღარ იყო 15-16 სეზონი ხო ეგ არის მე სეზონი საიდანაც იწყება პრაქტიკულად რეალის 3 ლიგა ხო 3 ლიგა მოიგო ზედიზედ და აბსოლუტურად ტრანსფორმირდა ცენტრალურად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა წაგანაც ვთქვი გავიმეორებ ან სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კარიმ ბენზემა პრაქტიკულად მის მთავარ ჩაკრებს და მთავარ იარაღებსაც ჰქონდა თმობდა იმისთვის რომ ადამიანს იბრაჰიმოვიჩი თმობდა მესის გამო და იბრაჰიმოვიჩი ახლა მან ხო ხელა სკანდალი იყო და მაგ იბრაჰიმოვიჩმა მოგაგებინათ მაგ იბრაჰიმოვიჩმა მოგაგებინათ ლა ლიგა რო ახტა და რეალურად ახლა 5 ქულით პელეგრინი დაიჩაგრა მაგრამ სანგაი რეალი იყო ეგ და იბრაჰიმოვიჩმა ხო დანიელვეშის პასი იბრაჰიმოვიჩი თამაშობდა ფლანგზე მესის გამო ხო და პრინციპში ყველა თამაშობდა მაგრამ არ იმუშავა არ იქ იმან იმუშავა და ეგრე ამ დებულებაში საუბარი იმაზე რომ გუნდი აწყობილი იყო მესიზე რომ მესისთვის კომფორტის თუთ იბრაჰიმოვიჩი კომენტარებში ამბობს ხოლმე ხო მაგას რომ აბსოლუტურად მესიზე იყო ყველაფერი მორგებული რა და კარდინალი იყო პრაქტიკულად უკვე ბოლოს იმიტომ რომ ნუ ხა 12 წლიდან იყო ბარსელონაში რა არ მხოლოდ მოედანზე ხო და ამ შემთხვევაში მოედანზე ვლაპარაკობ მესი თვითონ აწყობდა მოედანზე რაც ხდებოდა მაგაზე ვლაპარაკობ თვითონ არა თუ რამე თვითონ მოყავდა ფეხბურთელები ბოლოს უკვე თვითონ მოყავდა მწვრთნელები და მაგან მიიყვანა საბოლოო ჯამში ბარსელონა მაინც მაგან მიიყვანა საბოლოო ჯამში ბარსელონა იმ დიდ მშრალ პერიოდზე რაც ახლა არის რა 10 წელია გუნდს რომელიც ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუბარი არის იმაზე რომ ლიგასთან ახლოსაც არ ყოფილა არა თუ მოიგო ლიგა შარშანი იყო ახლოს გუნდის თამაში ახლოს ვეძახი ფინალში მაინც უნდა იყოს ხო ახლა გუნდის თამაში წააგებდა 5 წელს სულგან ფინალში გვაჩვენეს ეგ რამდენიმე კვირის წინ ეგ წააგო იმის პარიზ სენ-ჟერმენის მეორე გუნდთან მაინც რაშვება ტეკილა ხო ხედავ ეხა უკვე პასიურ აგრესიული გავხდი ბარსელონასადმი სხვათა შორის მათ პედრო დაიღალა მაგის ბრალი იყო რა ეგრე გავთახსირდით და აბსოლუტურად მოგუშალა მეორე ტაიმში მაიულოდა მართლა აი არაფერი აღარ შეგვეცი მეორე ტაიმში გუნდის თამაში მესიზე უფრო იყო აწყობილი ვიდრე რონალდუზე რა ვიცი ყველგან იყო მესი აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდა რაღაც უყვიროდა კი თუ არას ალექსის სანჩეს უყვირა ერთხელ საშინად რომ ამდენი ხანია ბარსაში ხარ და რით ვერ ისწავლე პასი ვის უნდა გავუკეთო რა მართლა სხვას გავუკეთა პასი ამან და ანუ მესის გაცილებით დიდი ის ქონდა ოღონდ არა მაინც და მაინც საგოლე მომენტში და არა მაინც და მაინც საჯარიმოში არა გასაგებია მესი ყოველთვის ითხოვდა რომ ბურთი უნდა მიისრულო და მას სადაც არ უნდა საყრდენ ზონაშიც ყოფილიყო მესის მოკლედ მე ეგრე ვიტყვი რა არა მესიზე აწყობილი ბარსელონა რომლებიც იყო უფრო კარგი ბარსელონა იყო მაშინ შენ არგუმენტს არა მესიზე აწყობილი ბარსელონა რომელი იყო ალბათ რავი 10 ანუ იქ არ იყო ესე მესიზე ცხადად აწყობილი სრულად რა ბარსელონა ა სრულად ეხლა არსენალზე იყო მაგრამ არა იქ თავარი იყო მესი როგორ არა ბევრად უფრო მთავარი მოკლედ ეგრე ვიტყვი ბევრად უფრო მთავარი იყო რეალის წარმატებისთვის კრიშტიანო რონალდუ ვიდრე ბარსელონას წარმატებისთვის მესი რა რასა მესიმდე ბარსელონა ევროპა ლიგაზე თამაშობდა და მესის მერე ევროპა ლიგაზე თამაშობდა თუ მაგაზე რეალის პრაქტიკულად ევროპის ლიგაზე თამაშობდა დებულებიდან გამომდინარე ჯუბა შენ არ გქონდა უპირატესო იმიტომ რომ შენ აქ იყო რომ რეალი უფრო თამაშობდა რონალდუზე ხო რეალი უფრო თამაშობდა ვიდრე ბარსელონას ანუ თანაბრად რო ყოფილიყო ეგ ხო მიშას პირადესობა იყო პირიქით მაგრამ მე გამიკვირდა რომ მიშამ არ ვეთანხმებიზე გადაწია რა იმიტომ რომ
არა, უპირატესობა რაში მქონდა ვიტყვი. უპირატესობა რაში? მე მგონია რომ ძალიან ცხადი არის, რომ რონალდუზე რო რაში ქონდა უპირატესობა? წამყვანი თურმე თავიდანვე ეთანხმებოდა ამ დებულებას. გამიკვირდა. ეგ არის, რომ აი სულ სუბიექტური წამყვანი შეუძლებელია ის. ხო, აი ხა როგორ წაიყვანოს ახლა ის ადამიანია, ხო, ეგეც. მithumet ფეხბურთზე ლაპარაკობთ რა. მე მეგონა პირიქით ჯუბა აი გაჯი უწოდებოდა, არ გაყვებოდა იმას და არ ვეთანხმებოდა. მეც მეგონა რომ ჯუბა არ ვეთანხმებოდეს იტყოდა. ხო და მაშინ მიუხედავად იმისა, რომ მერეც ბევრი გამოვიგეთ რონალდუს მერე. მე მგონია რომ რონალდუს ყველაზე დიდი შეცდომა კარიერაში არის რომ რეალიდან წავიდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან კარგი შანსი ექნებოდა რომ დებატებში ყოფილიყო ძალიან ახლოს ლიონელ მესისთან. იმიტომ რომ კიდე მოიგებდა ძალიან ბევრ ამას, მაგრამ ეგრე მოხდა, როგორც მოხდა. მგონია რომ რეალი იყო რონალდუზე. მე მაყოფილი ვარ რომ წავიდა. არა, თავისთავად ხაზია გაყოფილი. ხო და მაგიტო მიშა უნდა დალიო რა. კი ბატონო. და ანგარიში? 3-2. იმედია ეს იქნება თიზერი მომდენო კლასიკოს ანგარიშის და 3-2-ს მოიგებს რეალი მაშინ. არ მგონია. 3-2-ს არა. თან მიშამ რაც თქვა, მიშამ ჩემი აზრით ესეთი არგუმენტი დაიცვა, რომ ბარსელონას უფრო ათამაშებდა მესი, ვიდრე რეალს რონალდო. მაგაში მართალი. მაგრამ ვინ თამაშობდა ვიზე, რეალი უფრო თამაშობდა რონალდოზე, ვიდრე ბარსა მესი. ანუ სხვა ფეხბურთელები მესის პასს იმიტომ აძლევდნენ ბარსელონაში, რომ მესი შექმნიდა და მესი დაიწყდა დირიჟორობას. და რონალდოს იმიტომ აწვდნენ, რომ უბრალოდ მაგის ფუნქცია მოვალეობა იყო ეგეთი, რომ დაეგვირგვინებინა. 9 ნომერზე როცა თამაშობდა მესი, სულ მაგასთან მიდიოდა ბურთი. მაინც ანუ მესის ინიესტას გარეშე შედარება მაინც უფრო რონალდოზე არის რა. რონალდო იყო უფრო ჩემთვის ეგ. და საბოლოოდ ეს ბოლო არგუმენტი. ჩავიც ბოლოში მოყვა 15-ში. ეგ ერთ-ერთი დიდი ლაქა არის მაგტიპის. ისე ზოგადად რო. საერთოდ არა, ლაქა, ეხა მესის ლაქა ხო არა, არც რონალდოს არა, ეგ ეგრე რამე ლაქა ეხა. პორტუგალიით სოფლის მოგება ბევრად უფრო რთულია ვიდრე არგენტინით, შენც იცი. რა თქმა უნდა. გააჩნია ბოლო დებულება შევაფასე უკვე როგორც პორტუგალია არგენტინას არაფერ არ შემორჩებოდა შემოადგენლობით. ხო, просто იქ რონალდო არ თამაშობდა. სადაც თამაშობდა რომ 2022-ში სკამზე იყო მოროკოსთან და წააგეს. ხო, ეგ სხვა ან მეგონები რომ პორტუგალია 2022-ს არ ჩამოვარდებოდა არგენტინას. 2022-ამდე ან შეგაჩერებ. საფრთხე ჩემპიონატამდე. მე ეხლა ვიღათ მაკალისტერები და დი მარტინესები და გაგიჟდნენ. სხვა ამბავია, მაგრამ მადლობა მეგობრებო. რეალს და ბარსელონას გამოვიდა. მონაკვეთი ეპიზოდი გამოვიდა. მადლობა კიდევ ერთხელ პავო 42 ჩვენი მასპინძლობისთვის, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ და თქვენთვის სასურველ სპორტულ ღონისძიებას აკადემიოთ თვალი. ჯუბა გრიგოლია და მიშა ზაქარიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.